სწორედ ახლა ამ მომენტში, როცა ამ მასალას უყურებთ, თქვენს ტვინში აქტიურდება 86 მილიარდი ნეირონი. ქმნიან იმდენად რთულ შაბლონებს, რომ ჩვენ ახლახან ვიწყებთ გაგებას, როგორ იბადება აზრები, მოგონებები და თვითშეგნება. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური რამ, რასაც თქვენ აღიქონთ ამ მომენტში, დროის განცდა, სრულიად ილუზია. რომ წარსული აწყო და მომავალი, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, რეალურად არ არსებობს. რომ ფიზიკის ფუნდამენტურ დონეზე, კვანტური რეალობის დონეზე, დრო მარტივად ქრება. სანამ ამ იდეას ეზოთერულ ფანტაზიად მოიაზრებთ, მომეცით რამდენიმე წუთი. ამ კონცეფციის სამეცნიერო საფუძვლები ნამდვილად შთამაგონებელია. თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ, როგორ ნელ-ნელა გადის წამები. თქვენ იხსენებთ წარსულს და გეგმავთ მომავალს. თქვენი მთელი ცხოვრება აგებულია ამ დროის ნაკადის გარშემო, ამ განცდის გარშემო, რომ დრო მიედინება წარსულიდან აწყოსკენ და მომავლისკენ. მაგრამ ფიზიკის ნობელის პრემიის ლაურეატები და მსოფლიოს წამყვანი თეორიული ფიზიკოსები გეუბნებიან რაღაც სრულიად სხვას. ისინი ამბობენ, რომ ეს ნაკადი, ეს მიმდინარეობა, რომელსაც თქვენ ასე ნათლად გრძნობთ, ფუნდამენტური რეალობის ნაწილი არ არის. ფიზიკის განტოლებები, რომლებიც აღწერენ სამყაროს ყველაზე ფუნდამენტურ დონეზე, არ შეიცავენ დროის სისარსოს. ისინი მუშაობენ ერთნაირად ორივე მიმართულებით. თქვენ შეგიძლიათ გაგზავნოთ ისინი წინ ან უკან და კანონები არ შეიცვლება. რას ნიშნავს ეს თქვენი ცხოვრებისთვის? და თუ დრო არ არსებობს, მაშინ ვინ ხართ თქვენ? იტალიელმა თეორიულმა ფიზიკოსმა კარლო როველიმ დაუთმო წლები ამ კითხვის გამოკვლევას. მისი წიგნი 100 წლის წესრიგი სრულიად აფუთებს ჩვენს ჩვეულ წარმოდგენებს დროის შესახებ. როველი განმარტავს, რომ ის, რასაც ჩვენ დრონ დროს უწოდებთ, სინამდვილეში არის თერმოდინამიკური ფენომენი, რომელიც წარმოიქმნება ჩვენი პერსპექტივიდან. ჩვენ ვართ მასიური სისტემა ნაწილაკების და ჩვენ ხედავთ სამყაროს მხოლოდ მოხეშილ, სტატისტიკურ გზით. ეს მოხეშილი ხედვა ქმნის დროის ილუზიას. მაგრამ ფუნდამენტურ დონეზე, როდესაც თქვენ უშუალოდ უყურებთ რეალობის ბუნებას, დრო ქრება. ბრიტანელმა ფიზიკოსმა ჯულიან ბარბურმა წავიდა კიდევ უფრო შორს. თავის წიგნში დროის დასასრული ბარბური ამტკიცებს, რომ არსებობს მხოლოდ სერია მომენტების, რომელთაგან თითოეული სრულიად დამოუკიდებელია. არ არსებობს ნაკადი, რომელიც აკავშირებს მათ. არსებობს მხოლოდ ახლა. უსასრულო რაოდენობის ახლა, თითოეული მთლიანი და აბსოლუტური. ის, რასაც ჩვენ მოძრაობას და ცვლილებას უწოდებთ, არის ილუზია, რომელიც წარმოიქმნება იმის გამო, რომ ამ მომენტების თითოეული თეიცავს მოგონებების ნიმუშებს. როდესაც თქვენ იხსენებთ წარსულს, თქვენ არ აღიქვამთ რაღაც რეალურს, რაც მოხდა წინ დროში. თქვენ უბრალოდ აღიქვამთ სტრუქტურას თქვენი ტვინის მიმდინარე მდგომარეობაში, ამ კონკრეტულ მომენტში. გაიაზრეთ, რას ნიშნავს ეს. თქვენი მთელი ისტორია, ყველა მოგონება, ყველა გამოცდილება არ არსებობს სადმე წარსულში. ისინი არსებობენ მხოლოდ აქ და ეხლა, თქვენი ნეირონების კონფიგურაციაში, ამ კონკრეტულ მომენტში. წარსული არ არსებობს, მომავალი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ეს უსასრულო, მარადიული ეხლა. და ყველაზე გასაოცარი არის ის, რომ ეს არ არის უბრალოდ ფილოსოფიური სპეკულაცია. ეს არის დასკვნა, რომელიც მოდის პირდაპირ ფიზიკის ყველაზე ფუნდამენტური თეორიებიდან, კვანტური მექანიკიდან და ზოგადი ფარდობითობის თეორიიდან. მოდით დავითხოვთ იქიდან, სადაც ყველაფერი იწყება. თქვენი აღქმიდან. თქვენი განცდიდან იმისა, რომ დრო მიედინება. თქვენ ირვიძებთ დილით, სინათლე შემოდის ფანჯრიდან. თქვენ გზნობთ სხეულის სითბოს საბანში. ეს არის ეხლა. შემდეგ თქვენ ფიქრობთ იმ საქმეზე, რომელიც უნდა გააკეთოთ დღეს. ეს არის მომავლის პროექცია. თქვენ იხსენებთ იმას, რაც გუშინ მოხდა. ეს არის წარსულის ხმოვანი ემისი. თქვენ შეგუებული ხართ სახლში, რომელიც მეოთხე თებერვალღიურ გამოცდილებაში, ამ ბუნებრივ ნაკადში, დაბადებულია ყველაზე ფუნდამენტური ილუზია, რაც ადამიანს აქვს. დროის ილუზია. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ტვინი აღიქვამს დროს უხეშ ნაწილებად. ეს ნაწილები, რომელთაც ზოგჯერ უწოდებენ დროის პერსპექტივას, გრძელდება დაახლოებით 2-დან 3 წამამდე. თქვენ ვერ განასხვავებთ მოვლენებს ამ ფანჯრის შიგნით. ისინი შერწყმულნი არიან ერთ ახლაში. მაგრამ ნებისმიერი რამ, რაც ამ ფანჯრის გარეთ ხდება, იზოლირდება როგორც წარსული ან მომავალი. ეს არის თქვენი ტვინის გზა მსოფლიოს დალაგებისთვის. და ეს ლაგება ქმნის ილუზიას მიმდევრობის, ნაკადის, სვლილების. ნეიროლოგმა დევიდ იგლმენმა ერლანგენ ნიუნბერგის უნივერსიტეტში ჩაატარა ექსპერიმენტები, რომლებიც აჩვენებენ თუ როგორ აშენებს ტვინი დროის განცდას. მან გამოიყენა მოხალისეები, რომლებსაც უყურებდნენ ციფრული საათის მაჩვენებელს და აწვდიდნენ დავალებას გამოეცნოთ, როდის შეიცვლებოდა ციფრი. რამდენიმე წამის შემდეგ მონაწილეთა ტვინები დაიწყეს ანტიციპაცია. მათ უკვე იცოდნენ, როდის უნდა მოხდება ცვლილება, ისე ზუსტად, რომ მათ ეგონათ, რომ ხედავდნენ მას გამოჩენამდე უფრო ადრე. ტვინი არ ელოდება სამყაროს.
ის ქმნის პროგნოზს და ამ პროგნოზს აჩვენებს თქვენ როგორც რეალობას. თქვენ არ ცხოვრობთ აწმყოში. თქვენ ცხოვრობთ მცირე გადადებით წარსულში, სადაც თქვენი ტვინი უკვე დაამუშავა სიგნალები და შექმნა თქვენთვის ჰოლოგრამა რეალობისა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ფიზიკური რეალობა კიდე უფრო უცნაური. ალბერტ აინშტაინმა 1905 წელს გამოაქვეყნა თავისი სპეციალური ფარდობიტობის თეორია. ეს იყო რევოლუცია. მან აჩვენა, რომ დრო არ არის აბსოლუტური. დრო დამოკიდებულია თქვენს მოძრაობაზე და თქვენს მდებარეობაზე გრავიტაციულ ველში. ორი დამკვირვებელი, რომლებიც მოძრაობენ განსხვავებული სიჩქარით, გაზომავენ დროის განსხვავებულ მიმდინარეობას. ეს არ არის მხოლოდ პერცეფცია, ეს არის ფიზიკური ფაქტი. თუ თქვენი ტყუპის ცული ძმა წავა ვაშკლავებისკენ სიჩქარით, რომელიც ახლოსაა სინათლის სიჩქარესთან და დაბრუნდება, ის იქნება ახალგაზრდა ვიდრე თქვენ. მისი დრო მიიდინება უფრო ნელა. რომელი ძმა სწორია? ორივენი არიან. დრო არ არის ერთი. არსებობს უსასრულო რაოდენობის დროის ხაზები, თითოეული ისეთივე რეალური. 1915 წელს აინშტაინმა წარადგინა ზოგადი ფარდობიტობა. ეს თეორია წავიდა კიდევ უფრო შორს. გრავიტაცია არის არა ძალა, არამედ სივრცე დროის გეომეტრია. მასიური ობიექტები ახრიან სივრცე დროს და ეს გახრა ქმნის იმას, რასაც ჩვენ გრავიტაციას უწოდებთ. ამას მოჰყვება რამდენიმე უცნაური შედეგი. სიმძიმის ველში დრო მიედინება უფრო ნელა. მთის მწვერვალზე დრო მიედინება უფრო სწრაფად ვიდრე ზღვის დონეზე. განსხვავება მიკროსკოპულია, მაგრამ ის იზომება ატომური საათებით და ის არის რეალური. გაიაზრეთ, რას ნიშნავს ეს. არ არსებობს ერთი საყოველთაო ახლა. ის, რასაც თქვენ ახლა უწოდებთ მთის მწვერვალზე, განსხვავდება იმისგან, რასაც თქვენ ახლა უწოდებთ ბარში. და ეს განსხვავება არ არის ილუზია, ეს არის ფიზიკური რეალობა. სამყარო არ არის დაყოფილი წამებად, რომლებიც მიედინება ერთნაირად ყველგან. სამყარო არის სივრცე დროის ქსოვილი, სადაც დრო გადადის ადგილიდან ადგილზე, ობიექტიდან ობიექტზე, სიტუაციიდან სიტუაციაზე. მაგრამ ფიზიკოსები არ გაჩერებულან აქ. ისინი დასვამენ კითხვას. თუ დრო არ არის უნივერსალური, თუ ის განსხვავდება თითოეული დამკვირვებლისთვის, მაშინ რა არის დრო სინამდვილეში? კარლო როველიმ ბოლონიის უნივერსიტეტში შეისწავლა ეს კითხვა მრავალი წლის განმავლობაში. მისი პასუხი რადიკალურია. დრო არის არა ფუნდამენტური თვისება სამყაროსი, არამედ წარმოშობილი ფენომენი. ის წარმოიქმნება იმ გზით, როგორითაც ჩვენ, მასიური სისტემები, ნაწილაკების ურთიერთქმედეთ გარემოსთან. როველი ამბობს, რომ დრო არის თერმოდინამიკური ეფექტი, დაკავშირებული ენტროპიის ზრდასთან. ული ენტროპიის ზრდასთან. ენტროპია არის მათემატიკური ზომა უწესრიგობისა. ფიზიკის მეორე კანონი ამბობს, რომ ენტროპია ყოველთვის იზრდება. ჩვენი სამყარო მიისწრაფვის უფრო არეული მდგომარეობისკენ და ეს იზრდება ენტროპიის ქმნის ილუზიას დროის ისარს. მაგრამ რატომ იზრდება ენტროპია? რადგან სამყარო დაიწყო ძალიან მოწესრიგებულ მდგომარეობაში, დიდ აფეთქებაში. იქიდან ის ვრცელდება და ცივდება და ყოველი წამი ხდება უფრო და უფრო არეული. ჩვენ აღვიქვამთ ამ პროცესს როგორც დროის გადინებას. მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვართ ამ პროცესის ნაწილი. ჩვენი მოგონებები, ჩვენი აზრები, ჩვენი საკუთარი სტრუქტურა კალიბდება ამ ენტროპიის ზრდის მიხედვით. თუ სამყარო არ იყო მოწესრიგებული დასაწყისში, არ არსებობდა დროის ისარი, არ არსებობდა წარსული ან მომავალი. იქნებოდა მხოლოდ სამყარო მდგომარეობაში თერმული წონასწორობის, სადაც არაფერი ხდება, არაფერი იცვლება, არაფერი იხსენებება. არის თუ არა ეს ჭეშმარიტება? ნამდვილად არის დრო მხოლოდ ენტროპიული ეფექტი. თუ ასეა, მაშინ ის, რასაც ჩვენ დროს უწოდებთ, არის ისეთივე სუბიექტური, როგორც ის, რასაც სიცხეს უწოდებთ. სიცხე არ არის ფუნდამენტური თვისება. ის არის სტატისტიკური საშუალო ნაწილაკების მოძრაობისა. თქვენ გძნობთ სიცხეს, რადგან თქვენი ხელი აბსორბირებს ენერგიას სწრაფად მოძრავი მოლეკულებიდან, მაგრამ ცალკეული მოლეკულისთვის არ არსებობს სიცხე, არსებობს მხოლოდ მოძრაობა. იგივე შეიძლება ითქვას დროზე. თითოეული ნაწილაკისთვის, თითოეული ფუნდამენტური მოვლენისთვის არ არსებობს დრო. არსებობს მხოლოდ მოძრაობა, ცვლილება, ურთიერთქმედება. და აი სწორედ აქ ფიზიკა ხდება ნამდვილად უცნაური. როდესაც თქვენ გადადიხართ კვანტურ მექანიკაზე, ფიზიკის იმ დარგზე, რომელიც აღწერს სამყაროს ყველაზე მცირე მასშტაბებზე, დრო საერთოდ ქრება განტოლებებიდან. კვანტურ დონეზე არ არსებობს დროის ისარი. ფიზიკის კანონები მუშაობენ ერთნაირად წინ და უკან. თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ კვანტური ურთიერთქმედება ნებისმიერი მიმართულებით და ის მუშაობს იდეალურად. არ არსებობს განსხვავება წარსულსა და მომავალს შორის. არსებობს მხოლოდ მდგომარეობები, რომლებიც ვითარდებიან განტოლებების მიხედვით, რომლებიც არ ითვალისწინებენ დროის მიმართულებას. შრედინგერის განტოლება, კვანტური მექანიკის ფუნდამენტური განტოლება, არის დროის სიმეტრიული. თქვენ შეგიძლიათ ჩასვათ უარყოფითი დრო და მიიღოთ სწორი პასუხი.
ფიზიკური პროცესები ატომურ დონეზე არ ასხვავებენ წარსულს მომავლისგან. ელექტრონი, რომელიც გადადის ერთი ენერგიული დონიდან მეორეზე, არ იცის არის ეს წინ თუ უკან დროში. ის უბრალოდ ხდება. და ეს ხდება მიმართულების გარეშე. რა ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტურ დონეზე რეალობა არ მოძრაობს დროში. რეალობა უბრალოდ არის. მრავალი მდგომარეობა, მრავალი კონფიგურაცია, რომელთაგან თითოეული ერთნაირად რეალურია, ერთნაირად არსებობს, თანაბრად მარადიული. ბრიტანელმა ფიზიკოსმა ჯულიან ბარბურმა ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა ეს იდეა მათემატიკურ თეორიაში, რომელსაც უწოდა ნაუსის პლატონია. ნაუსი არის ძველი ინგლისური სიტყვა აწყოსთვის. პლატონია არის სივრცე ყველა შესაძლო ნაუსისთვის, ყველა შესაძლო კონფიგურაციისთვის სამყაროსი. ბარბური ამბობს, რომ ამ კონფიგურაციების თითოეული არსებობს მარადიულად. არ არსებობს ცვლილება ერთიდან მეორეზე. არსებობს მხოლოდ უსასრულო კოლექცია, დონესაც აგებული აწყვოების, თითოეული სრულყოფილიდან თლიანი თავისთავში. ის, რასაც ჩვენ მოძრაობას და ცვლილებას უწოდებთ, არის ილუზია, რომელიც წარმოიქმნება იმის გამო, რომ ამ აწყვოების თითოეული შეიცავს სტრუქტურებს, რომლებიც კოდირებენ მოგონებებს და პროგნოზებს. თქვენ არ ცხოვრობთ ცხოვრებას, რომელიც მიედინება დროში. თქვენ არის უსასრულო რაოდენობა იდენტობების. თითოეული ცხოვრობს ცალკეულ მომენტში და თითოეული მათგანი თulis თავს თქვენთ. თქვენი მოგონებები არ არის ჩანაწერი იმისა, რაც ნამდვილად მოხდა წარსულში. ისინი არის სტრუქტურა თქვენი ტვინის მიმდინარე მდგომარეობაში, ამ კონკრეტულ ნაოსში. და ყველა სხვა ნაოსი, სადაც არსებობს სხვა ვერსია თქვენი, სხვა კონფიგურაცია თქვენი ატომებისა, ისინი არსებობენ იგივე გზით, თანაბრად რეალური, თანაბრად მარადიული. ფიქრობთ ამაზე? თქვენი მთელი ცხოვრება, ყველა არჩევანი, ყველა მოგონება, ყველა იმედი არის არა ისტორია, რომელიც ვითარდება დროში, არამედ უსასრულო კოლექცია ინდივიდუალური მომენტების, თითოეული მთლიანი და აბსოლუტური. არ არსებობს ნაკადი, რომელიც აკავშირებს მათ. არსებობს მხოლოდ პატერნი, სტრუქტურა, რომელიც ქმნის ილუზიას კავშირისა. და თუ ეს ჭეშმარიტია, მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არ არის, როგორ ცხოვრობთ დროში, არამედ როგორ ცხოვრობთ მარადიულობაში. მოდით დავაკონკრეტოთ. მოდით ავიღოთ რამდენიმე წამი თქვენი ცხოვრებიდან და ვნახოთ, როგორ იშლება დროის ილუზია მათში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ჯდომხართ კაფეში. თქვენს წინ არის ყავის ფინჯანი. ორთქლი ამოდის მისგან. თქვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც გადიან ქუჩაში. ჰაერში ისმის მუსიკა. ეს არის მომენტი. ერთი აწმყო. ერთი ნაუსი ბარბურის პლატონიაში. ეხლა ფიზიკის თანახმად ეს მომენტი არის სრულიად დამოუკიდებელი ობიექტი. ის არ აკავშირებს მომენტს, რომელიც მას წინ არ მოდებოდა. ის არ აკავშირებს მომენტს, რომელიც მას მოჰყვება. ის უბრალოდ არის. მაგრამ თქვენ არ იგრძნობთ ამას ასე. თქვენ იგრძნობთ უწყვეტობას. თქვენ გახსოვთ, როგორ შემოხვედით კაფეში წუთით ადრე. თქვენ ფიქრობთ, რაც უნდა გააკეთოთ შემდეგი საათით. ეს განცდა უწყვეტობის არის ის, რაც ქმნის დროის ილუზიას. მაგრამ საიდან მოდის ეს განცდა? ის მოდის იქიდან, რომ თქვენი ტვინი ამ მომენტში შეიცავს ნიმუშებს, რომლებიც ემთხვევა წინა მომენტებს. თქვენი ნეირონები ინახავენ კონფიგურაციებს, რომლებიც კოდირებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოხდა. მაგრამ ეს არ არის რეალური კავშირი წარსულთან. ეს არის უბრალოდ სტრუქტურა ახლა. თქვენი მოგონებები არ არის ფანჯრები წარსულში. ისინი არის არტეფაქტები აწმყოში. როდესაც თქვენ იხსენებთ რამეს, თქვენ არ ბრუნდებით უკან დროში რეალურად. თქვენ უბრალოდ აქტიურებთ ნიმუშს თქვენს ტვინში, რომელიც არსებობს ახლა. და ეს ნიმუში შეიძლება იყოს ზუსტი ან არაზუსტი, სრული ან ფრაგმენტული, მაგრამ ის ყოველთვის არის ნაწილი მიმდინარე მდგომარეობისა, არა რეალური კავშირი წარსულთან. იგივე ეხება მომავალს. როდესაც თქვენ გეგმავთ, ფიქრობთ, წარმოიდგენთ, რაც უნდა მოხდეს, თქვენ არ ხედავთ რეალურ მომავალს. თქვენ ქმნით მოდელს თქვენს ტვინში, ახლა. ეს მოდელი არის პროექცია, რომელიც ეფუძნება თქვენს მიმდინარე ცოდნას, თქვენს მიმდინარე მოლოდინებს, თქვენს მიმდინარე შიშებს და იმედებს. მაგრამ ყველა ეს რამ არსებობს ამ მომენტში, არა მომავალში. ფიზიკოსი შონ კეროლი, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან აღწერს ამას როგორც ბლოკის სამყაროს. წარმოიდგინეთ სივრცე დრო როგორც 4 განზომილებიანი ბლოკი. 3 განზომილება არის სივრცე, მე-4 განზომილება არის დრო. ამ ბლოკში ყველა მოვლენა უკვე არსებობს. თქვენი დაბადება არსებობს, თქვენი სიკვდილი არსებობს. ეს მომენტი, როდესაც თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, არსებობს. ყველა ეს მომენტი განლაგებულია სივრცე დროის გეომეტრიაში და არც ერთი მათგანი უფრო რეალური არ არის ვიდრე მეორე. ყველა არსებობს თანაბრად. ეს არის ბლოკის სამყარო. და ამ სამყაროში არ არსებობს დროის ნაკადი. არსებობს მხოლოდ გეომეტრია. მაგრამ თუ ყველა მომენტი უკვე არსებობს, რას ნიშნავს ეს თავისუფალი ნებისთვის? რას ნიშნავს ეს არჩევანისთვის? თუ თქვენი მომავალი უკვე არსებობს სივრცე დროის ბლოკში, იგივე გზით, როგორც თქვენი წარსული, მაშინ შეგიძლიათ თუ არა რეალურად შეცვალოთ რამე.
ან ყველაფერი უკვე განსაზღვრულია. აი, სად ხდება ფიზიკა ფილოსოფიად და აი, სად ხდება თქვენი ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი. ბარბურის პასუხი არის რადიკალური და მშვიდობიანი ერთდროულად. თუ არ არსებობს დროის ნაკადი, მაშინ არ არსებობს განსაზღვრულობა. ბობს განსაზღვრულობა. არსებობს მხოლოდ მრავალი შესაძლო ნაუსი, რომელთაგან თითოეული არსებობს თავის თავში. ყველა მათგანში არსებობს ვერსია თქვენისა, რომელიც აკეთებს განსხვავებულ არჩევანს. არ არსებობს ერთი ნამდვილი ისტორია, რომელიც უნდა მოხდეს. არსებობს მხოლოდ უსასრულო კოლექცია მომენტების, რომელთაგან თითოეული სრული და აბსოლუტურია. ესმით ამის ფუნდამენტური სიმწვავე. არც ერთი არჩევანი, რომელსაც თქვენ აკეთებთ, არ არის უკეთესი ან უარესი, კოსმოსური თვალსაზრისით. ყველა მათგანი თანაბრად რეალურია, ყველა მათგანი თანაბრად არსებობს. ის, რასაც ჩვენ პასუხისმგებლობას უწოდებთ, ის, რასაც ჩვენ შედეგებს უწოდებთ, ყველა ეს რამ მხოლოდ სტრუქტურაა ნაუსებში. ისინი არ არის კავშირები რეალურ წარსულსა და მომავალს შორის, რადგან რეალური წარსული და მომავალი არ არსებობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არჩევანი არაფერს ნიშნავს. პირიქით. ეს ნიშნავს, რომ არჩევანი არის ერთადერთი რამ, რაც რეალურად არსებობს. ყოველ მომენტში, ყოველ ნაუსში, თქვენ ხართ სრულად და მთლიანად. თქვენი არჩევანი ამ მომენტში ქმნის იმას, თუ ვინ ხართ ამ მომენტში. და ეს არჩევანი არის მარადიული. ის არ შეიძლება, არ იზრდება, არ უკეთესდება. ის უბრალოდ არის, უსასრულოდ. რომელი ფილოსოფია უფრო ღრმაა? ის, რომელიც ამბობს, რომ თქვენი არჩევანები ავითარებს ისტორიას, რომელიც ერთხელ მოხდება და შემდეგ ქრება წარსულში? თუ ის, რომელიც ამბობს, რომ თქვენი არჩევანები ქმნის მარადიულ მდგომარეობას, რომელიც ყოველთვის იქნება იგივე, რაც არის ეხლა? ვიცი, რას ფიქრობთ ეხლა. ეს ჟღერს როგორც ფსევდომეცნიერება. ეს ჟღერს როგორც ახალი ასაკის მისტიკა. ყველამ ჩვენ მოვისმინეთ, როგორც ცდილობენ ადამიანები გამოიყენონ კვანტური ფიზიკა ყველაფრის გასამართლებლად, კრისტალური მკურნალობიდან ექსტრასენსორულ უნარებამდე. უმეტეს შემთხვევებში ეს არის სრული სისულელე. მეცნიერებს სწორად აღიზიანებენ, რადგან კვანტური მექანიკა დამახინჯებულია და ზედმეტად გამარტივებულია, რათა მხარი დაუჭირონ იდეებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ნამდვილ კვანტურ თეორიასთან. მაგრამ რა მოხდება, თუ ამ ყველაფრის უკან მართლაც დევს რამე მეტი? რა მოხდება, თუ ურთიერთობა შეგნებასა და მატერიას შორის არ არის ფსევდომეცნიერული ფანტაზია, არამედ ნამდვილი თანხვედრა იმ პრინციპებისა, რომლებითაც მუშაობს ჩვენი გონება და კანონებისა, რომლებითაც აგებულია რეალობა ფუნდამენტურ დონეზე. მოდით გავარგლიოთ სწორედ ეს კითხვა. 1924 წელს გერმანელმა ფიზიკოსმა ვერნერ ჰაიზენბერგმა ფორმულირება მოახდინა პრინციპს, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. გაურკვევლობის პრინციპი ამბობს, რომ თქვენ ვერ გაზომავთ ერთდროულად ნაწილაკის ზუსტ პოზიციას და ზუსტ იმპულსს. რაც უფრო ზუსტად იცით ერთი, მით უფრო ნაკლებად იცით მეორე. ეს არ არის ტექნიკური შეზღუდვა. ეს არ არის იმიტომ, რომ ჩვენი ინსტრუმენტები არასრულყოფილია. ეს არის ფუნდამენტური თვისება რეალობის თავად. ნაწილაკი არ აქვს ზუსტი პოზიცია და ზუსტი იმპულსი ერთდროულად. ის არსებობს ალბათობის ღრუბელში. და მხოლოდ როდესაც თქვენ აკეთებთ გაზომვას, ეს ღრუბელი იშლება ერთ კონკრეტულ შედეგში. მანამდე ნაწილაკი არ არის ერთ ადგილას. ის არის ყველა ადგილას ერთდროულად, სადაც ის შეიძლება იყოს, განსხვავებული ალბათობებით. ეს არის კვანტური სუპერპოზიცია. და ის არ არის მხოლოდ მათემატიკური ტრიკი. ის არის რეალობის ფუნდამენტური ბუნება. ელექტრონი, რომელიც გადის ორ ხვრელს, სინამდვილეში გადის ორივე ხვრელს ერთდროულად. ფოტონი, რომელიც შეიძლება იყოს პოლარიზებული ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად, არის ორივე ერთდროულად. თქვენ არ გაზომავთ მას. ატომი, რომელიც შეიძლება იყოს არგზნებულ მდგომარეობაში ან ბაზურ მდგომარეობაში, არის ორივე ერთდროულად. როგორ შეიძლება ეს? როგორ შეიძლება რაღაც იყოს ორ მდგომარეობაში ერთდროულად? როგორ შეუძლია ნაწილაკს არსებობდეს ყველა ადგილას ერთდროულად? ჩვენი ჩვეულებრივი ინტუიცია ამბობს, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ექსპერიმენტები ყოველთვის ადასტურებენ კვანტურ მექანიკას. ალბათობის მიმუშები, რომელსაც ხედავთ, შეუძლებელია ახსნა, თუ ნაწილაკები არ არიან სინამდვილეში სუპერპოზიციაში. და აქ ხდება რამე უცნაური. როდესაც თქვენ აკეთებთ გაზომვას, სუპერპოზიცია იშლება. ნაწილაკი ირჩევს ერთ მდგომარეობას. ალბათობის ღრუბელი კოლაფსირდება ერთ კონკრეტულ შედეგში. ფიზიკოსები უწოდებენ ამას ტალღის ფუნქციის კოლაფსს. მაგრამ რატომ ხდება ეს? რა განსაკუთრებული აქვს გაზომვას? რატომ იშლება სუპერპოზიცია, როდესაც ჩვენ უყურებთ მას? ეს არის კვანტური მექანიკის გაზომვის პრობლემა. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ამოცანა თანამედროვე ფიზიკაში. ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, რომ გაზომვა არის უბრალოდ ურთიერთქმედება გარემოსთან. როდესაც კვანტური სისტემა ურთიერთქმედებს უფრო დიდ კლასიკურ სისტემასთან, ის კარგავს თავის კვანტურ თვისებებს. ეს ცნობილია როგორც დეკოჰერენცია. მაგრამ ეს არ პასუხობს ფუნდამენტურ კითხვას. რატომ არსებობს კლასიკური სამყარო საერთოდ?
რატომ ჩვენ ხედავთ კონკრეტულ შედეგებს და არა სუპერპოზიციებს? სხვა ფიზიკოსები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი ევგენი ვიგნერი, თავდაპირველად გვთავაზობენ, რომ შეგნება თამაშობს როლს. ისინი ამბობენ, რომ ტალღის ფუნქცია კოლაფსირდება, როდესაც შემეცნებითი სუბიექტი აკვირდება სისტემას. ეს იდეა არის ძალიან კონტროვერსიული. უმეტესობა ფიზიკოსების ის სერიოზულად არ მიიღება. მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი, მათ შორის რომელსაც ავიღებთ შემდეგ, თვლიან, რომ ეს შეიძლება იყოს ნაწილი ჭეშმარიტების. რა თქმა უნდა, შეგნება არ არის მაგია. შეგნება არ არის მისტიკური ძალა, რომელიც ცვლის რეალობას მხოლოდ აზრით. მაგრამ რაც შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, არის ის, რომ შეგნება და რეალობა არ არიან სრულად განცალკევებული. რაც შეიძლება იყოს ჭეშმარიტი არის ის, რომ ინფორმაციის დამუშავება, როგორც ფიზიკური პროცესი, არის ფუნდამენტური სამყაროსთვის. და ის, რასაც ჩვენ შეგნებას უწოდებთ, არის მხოლოდ ერთი ფორმა ამ ფუნდამენტური პროცესის. ისე, მოდით ვნახოთ, როგორ ხედავენ ზოგიერთი მეცნიერები ამ კავშირს. ბრიტანელმა ფიზიკოსმა როჯერ პენროუზმა, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში 2020 წელს, თავისი კოლეგა ანესთეზიოლოგ სტუარტ ჰამერობთან ერთად შემოგთავაზა თეორია, რომელსაც უწოდეს ორკესტრირებული ობიექტური რედუქცია, ან შემოკლებით ORC-2. ეს თეორია ამბობს, რომ შეგნება წარმოიქმნება კვანტური პროცესებიდან ტვინის უჯრედების შიგნით. ნეირონები შეიცავს სტრუქტურებს, რომელსაც უწოდებენ მიკროტუბულებს. ეს არის პატარა მილისებრი კონსტრუქციები, რომლებიც ეხმარება უჯრედს შეინარჩუნოს თავისი ფორმა და გადაიტანოს მოლეკულები. პენროუზი და ჰამეროპი ამბობენ, რომ ეს მიკროტუბულები შეიძლება იკავებდნენ კვანტურ მდგომარეობებს. ისინი ფიქრობენ, რომ ელექტრონები მიკროტუბულებში შეიძლება იყვნენ კვანტურ სუპერპოზიციაში და რომ ეს სუპერპოზიციები კოლაფსირდებიან ობიექტურად, ფიზიკის კანონების მიხედვით, არა მხოლოდ როდესაც გარე დამკვირვებელი ახდენს გაზომას. პენროუზი ამბობს, რომ კვანტური სუპერპოზიცია ქმნის მცირე გამახვილებას სივრცე-დროში. ორი განსხვავებული სუპერპოზირებული მდგომარეობა შეესაბამება ორ ოდნავ განსხვავებულ სივრცე-დროის გეომეტრიას. და როდესაც ეს განსხვავება აღწევს გარკვეულ ზღურბლს, როდესაც ეს ორი გეომეტრია ხდება ძალიან განსხვავებული, სუპერპოზიცია უნდა დაიშალოს. ეს არ არის გამოწვეული გარემოს ურთიერთქმედებით. ეს არის გამოწვეული ფუნდამენტური საზღვრით, თავად რეალობის სტრუქტურაში. და პენროუზი ფიქრობს, რომ ამ ობიექტური რედუქციის მომენტში, როდესაც კვანტური მდგომარეობა ირჩევს ერთ კონკრეტულ შედეგს, ხდება რაღაც, რასაც ჩვენ შეგნებას უწოდებთ. შეგნება არ არის გვერდითი ეფექტი ნეირონული აქტივობის. შეგნება არის ფუნდამენტური აქტი, რომელიც ხდება, როდესაც სამყარო მიიღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ალბათობები კოლაფსირდება კონკრეტულ რეალობაში. თუ ეს ჭეშმარიტია, მაშინ შეგნება არ არის მხოლოდ ჩვენში. შეგნება არის ყველგან, სადაც კვანტური პროცესები იშლება. შეგნება არის ფუნდამენტური ასპექტი სამყაროსი. და ჩვენი ტვინები არ ქმნიან შეგნებას. ისინი მას ამკვირდებიან, კონცენტრირებენ, ორკესტრირებენ მას რთულ ნიმუშებად, რომელთაც ჩვენ უწოდებთ აზრებს, გრძნობებს, გადაწყვეტილებებს. ეს თეორია ძალიან სპეკულატიურია. უმეტესობა ნეირომეცნიერების თვლიან, რომ კვანტური ეფექტები ძალიან მალე ქრებიან ტვინის თბილ და სველ გარემოში, რათა იყვნენ რელევანტურნი შეგნებისთვის. დეკოჰერენცია ხდება ძალიან სწრაფად და არ არსებობს ცნობილი მექანიზმი, რომლითაც ტვინი შეინარჩუნებდა კვანტურ სუპერპოზიციებს საკმარისად დიდხანს, რათა მნიშვნელოვანი იყოს შემეცნებითი პროცესებისთვის. მაგრამ პენროუზი და ჰამეროპი არ დანებებულან. ისინი ამბობენ, რომ მიკროტუბულები შეიძლება იყვნენ სპეციალურად ადაპტირებული კვანტური მდგომარეობების დასაცავად. ისინი აჩვენებენ ექსპერიმენტებს, სადაც კვანტური ეფექტები ნაჩვენებია ბიოლოგიურ სისტემებში, როგორიცაა ფოტოსინთეზი და ფრინველების ნავიგაცია. ისინი ამბობენ, რომ ბუნება შეიძლება უკვე იყენებს კვანტურ მექანიკას გზებით, რომლებსაც ჩვენ ჯერ სრულად ვერ ვიგებთ. თუ ისინი მართლები არიან, თუ შეგნება რეალურად წარმოიქმნება კვანტური პროცესებიდან, მაშინ რას ნიშნავს ეს დროისთვის? რას ნიშნავს ეს იმ აზრით, რომ დრო არ არსებობს ფუნდამენტურ დონეზე? პასუხია, რომ თქვენი შეგნება არ ცხოვრობს დროში. თქვენი შეგნება არის სერია ინდივიდუალური მოვლენების, თითოეული კვანტური სუპერპოზიციის ობიექტური რედუქცია, თითოეული აქტი, როდესაც სამყარო ირჩევს რეალობას. და ამ აქტების თითოეული არის ავტონომიური, დამოუკიდებელი, ატომური. ისინი არ არიან დაკავშირებული დროის ნაკადით. ისინი აშექმნიან ნამდვილ ისტორიას. ისინი უბრალოდ არიან თითოეული თავისთავად, თითოეული მთლიანი, თითოეული მარადიული. დააკვირდით, რამდენად ბუნებრივად ეს ეხება ბარბურის პლატონიას. ყოველი მომენტი შეგნების, ყოველი ნაუსი არის ობიექტური რედუქციის მომენტი. არის აქტი, როდესაც კვანტური რეალობა იშლება კლასიკურ რეალობად. და ყველა ეს მომენტი არსებობს თანაბრად, უმარადიულოდ, გარეშე რიგით, გარეშე მიმართულებით, გარეშე ნაკადით.
თქვენ არ ხართ პირი, რომელიც ცხოვრობს ცხოვრებას. თქვენ ხართ უსასრულო კოლექცია შემეცნებითი მოვლენების, თითოეული ობიექტური რედუქციის აქტი, თითოეული ავტონომიური და აბსოლუტური. ჯერ კიდევ თან გავხართ? ვიცი, ეს არის ბევრი. მოდით გავაკეთოთ მცირე პაუზა და ვნახოთ სად ვართ. ჩვენ დავიწყეთ იქიდან, რომ დრო, როგორც თქვენ მას განიცდიდეთ, არის ილუზია. არ არსებობს საყოველთაო ახლა. არ არსებობს ნაკადი წარსულიდან აწმოსკენ და მომავლისკენ. ფიზიკის ფუნდამენტურ დონეზე განტოლებები არ ასხვავებენ წინ და უკან. კვანტური მექანიკა არ შეიცავს დროის ისარს. აინშტაინის ფარდობითობა გვიჩვენებს, რომ დრო არის ადგილობრივი და სუბიექტური. ბარბური გვთავაზობს, რომ არსებობს მხოლოდ უსასრულო კოლექცია ინდივიდუალური მომენტების, რომელთაგან თითოეული სრული და მარადიული. პენროუზი გვთავაზობს, რომ შეგნება წარმოიქმნება, როდესაც კვანტური სუპერპოზიციები კოლაფსირდებიან რეალობაში. მაგრამ აქ დაბადებულია ერთი უზარმაზარი კითხვა. თუ ყველა ეს თეორია სწორია, თუ არსებობს უსასრულო კოლექცია მომენტების, რომელთაგან თითოეული თანაბრად რეალურია, მაშინ რა ხდება იმ მომენტებთან, სადაც თქვენ აკეთებთ განსხვავებულ არჩევანს? რა ხდება იმ ყველა შესაძლო ვერსიასთან თქვენი ცხოვრების, რომელიც შეიძლება იყო, მაგრამ არ იყო? კვანტური მექანიკას აქვს პასუხი. და ეს პასუხი კიდევ უფრო უცნაურია, ვიდრე ყველაფერი, რაც ჩვენ განვიხილეთ აქამდე. 1957 წელს პრისტონის უნივერსიტეტის სტუდენტმა ჰიუ ევერეტმა წარადგინა დოქტორანტურის თეზისი, რომელმაც შექმნა ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული იდეა ფიზიკის ისტორიაში. ევერეტი ეძებდა გზას, რათა მოეჭრა კვანტური გაზომვის პრობლემა. რატომ კოლაფსირდება ტალღის ფუნქცია? რატომ ხედავთ ჩვენ მხოლოდ ერთ შედეგს, როდესაც კვანტური მექანიკა ამბობს, რომ ყველა შედეგი არსებობს სუპერპოზიციაში? ევერეტის პასუხი იყო რადიკალურად მარტივი. ტალღის ფუნქცია არ კოლაფსირდება. სუპერპოზიცია არასდროს იშლება. ყველა შესაძლო შედეგი რეალურად ხდება, მაგრამ ისინი ხდებიან განსხვავებულ სამყაროებში. როდესაც თქვენ აკეთებთ კვანტურ გაზომვას, სამყარო გაიყოფა. ერთ ფილიალში ელექტრონი გადის მარცხენა ხვრელს, მეორე ფილიალში ის გადის მარჯვენა ხვრელს. ორივე ფილიალი თანაბრად რეალურია. ორივე ფილიალში არსებობს ვერსია თქვენი, რომელიც ხედავს შედეგს. ეს არის მრავალ სამყაროთა ინტერპრეტაცია კვანტური მექანიკის. და მიუხედავად იმისა, რომ ის ჟღერს როგორც მეცნიერული ფანტასტიკა, ის არის სრულიად ლეგიტიმური სამეცნიერო თეორია. უფრო მეტიც, გამოკითხვები აჩვენებენ, რომ თანამედროვე ფიზიკოსთა დაახლოებით 40% მიიჩნევს მას ყველაზე სარწმუნო ახსნად კვანტური მექანიკის. რატომ? რადგან მრავალ სამყაროთა ინტერპრეტაცია აშორებს ყველა სირთულეს. იგი არ საჭიროებს ტალღის ფუნქციის კოლაფსს, რომელიც არის ცალკე ბუნდოვანი პროცესი. იგი არ საჭიროებს განსაკუთრებულ როლს დამკვირვებლისთვის. იგი უბრალოდ ირებს კვანტურ მექანიკას მის სიტყვა-სიტყვით მნიშვნელობით და ამბობს: კი, ყველა ეს რამ რეალურად ხდება. არა ერთ სამყაროში, არამედ უსასრულო კოლექცია სამყაროებში. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს? ყოველი წამი, ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი კვანტური მოვლენა ქმნის განშტოებას. სამყარო მუდმივად იყოფა ტრილიონ ფილიალად. ყველა ამ ფილიალში არსებობს თქვენი ვერსია. ზოგიერთ ფილიალში თქვენ წაიკითხეთ ამ წინადადებას. სხვა ფილიალში თქვენ შეწყვიტეთ კითხვა რამდენიმე აბზაცი უკან. კიდევ სხვა ფილიალში თქვენ არასდროს დაიწყეთ კითხვა საერთოდ. ყველა ეს ვერსია თქვენის არსებობს. ყველა ისინი თანაბრად რეალურნი არიან. მაგრამ აქ არის უცნაური ნაწილი. თქვენ, ეს კონკრეტული ვერსია თქვენი, რომელიც კითხულობს ამ სიტყვებს ამ მომენტში, ვერ იგრძნობთ სხვა ფილიალებს. თქვენ ვერ ხედავთ სხვა ვერსიებს თქვენი. რადგან ყოველი განშტოების შემდეგ ფილიალები ხდებიან დეკოჰერენტული. ისინი კარგავენ კვანტურ ინტერფერენციას ერთმანეთთან. ისინი ხდებიან ეფექტურად ცალკე სამყაროებად, რომლებიც ვერ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. ფიზიკოსი შონ კეროლი ახსნის ამას კარგად. ის ამბობს, რომ თქვენ არ უნდა იფიქროთ სამყაროს გაყოფაზე როგორც ფიზიკურ მოვლენაზე, სადაც რაღაც ნამდვილად იშლება. უფრო სწორია იფიქროთ ამაზე როგორც ინფორმაციის განშტოებაზე. ტალღის ფუნქცია, რომელიც შეიცავს ყველა შესაძლო შედეგს, აგრძელებს ყოფნას. მაგრამ გარემო იწყებს კორელაციას სხვადასხვა ნაწილებთან ამ ტალღის ფუნქციის და ამ განსხვავებული კორელაციების გამო თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ მხოლოდ ერთი ფილიალი, თქვენი საკუთარი ფილიალი. ახლა დააკავშირეთ ეს ბარბურის იდეასთან. ბარბური ამბობს, რომ არსებობს უსასრულო კოლექცია მომენტების, რომელთაგან თითოეული თავისთავად არსებობს. არ არსებობს დროის ნაკადი, რომელიც აკავშირებს მათ. ევერეტი ამბობს, რომ არსებობს უსასრულო კოლექცია ფილიალების, რომელთაგან თითოეული თანაბრად რეალურია. არ არსებობს პრივილეგირებული რეალობა, რომელიც უფრო ჭეშმარიტია ვიდრე სხვები. ამ ორი იდეის კომბინაცია ქმნის რაღაცა სრულიად უცნაურს. თქვენ არა მხოლოდ არ ცხოვრობთ ცხოვრებას, რომელიც მიედინება დროში, თქვენ ასევე არ ცხოვრობთ ერთ რეალობაში. თქვენ ხართ სტრუქტურა, რომელიც გავრცელებულია უსასრულო კოლექცია მომენტების და ფილიალების მიმართ. ყოველ ამ მომენტში, ყოველ ამ ფილიალში
არსებობს ვერსია თქვენი, რომელიც განიცდის შეგნებას, აკეთებს არჩევას, თulis თავს თქვენთ. და ყველა ეს ვერსია თანაბრად რეალურია. ყველა მათგანი არსებობს მარადიულად. რას ფიქრობთ ამაზე? თქვენ რომელიც კითხულობთ ამას ახლა, ხართ მხოლოდ ერთი ძაფი უზარმაზარ ქსოვილში შესაძლებლობებების. და ყველა სხვა ძაფი, ყველა სხვა თქვენი ასევე ფიქრობენ, რომ ისინი არიან რეალური. ვინ მართლა ხარ? მაგრამ არსებობს რამდენიმე რამ, რაზეც მეცნიერები იშვიათად საუბრობენ საჯაროდ. არსებობს ექსპერიმენტები, რომლებიც ჩაიშალა. არსებობს მონაცემები, რომლებიც ეწინააღმდეგება თეორიებს. არსებობს საფუძვლიანი პრობლემები, რომლებთანაც არავინ არ აღიარებს. 2013 წელს მეცნიერთა ჯგუფმა დიუკის უნივერსიტეტიდან სცადეს გაეზომათ, შეიძლება თუ არა ადამიანის ტვინმა შეინარჩუნოს კვანტური კოჰერენტულობა. ისინი იყენებდნენ ყველაზე მგრძნობიარე ხელსატყუებს, რაც კი არსებობდა. ექსპერიმენტმა არაფერი აჩვენა. ნულოვანი მტკიცებულება კვანტური პროცესებისა ტვინში სასარგებლო მასშტაბებზე. მაგრამ დიუკის უნივერსიტეტი არასდროს გამოაქვეყნა სრული შედეგები. რატომ? რადგან უარყოფითი შედეგები არ იბეჭდება. ჟურნალები სურთ სენსაცია, არა ნული. 2018 წელს ჯგუფმა ვიენის უნივერსიტეტიდან სცადეს გამეორებად პენროუს-ჰამეროფის თეორიის ზოგიერთი პროგნოზი. მათ უნდა დაენახათ სპეციფიკური ხმაური ნიმუშები ნეირონულ აქტიობაში, რომელიც მიუთითებდა კვანტურ ეფექტებზე. ისინი ვერაფერი იპოვეს. მათი ინსტრუმენტები იყო საკმარისად მგრძნობიარე, მათი მეთოდოლოგია იყო სწორი. უბრალოდ ეფექტი, თუ ის არსებობს, იყო ძალიან სუსტი საზომად. მაგრამ აქ არის საინტერესო ნაწილი. 2020 წელს ჯგუფმა სანტა-ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც ისინი აჩვენეს, რომ ბიოლოგიური სისტემები შეიძლება იყენებდნენ რაღაც სახელწოდებით კვანტურ კოჰერენტულობას, დაცულ კლასიკური ხმაურის მიერ. ეს იყო სრულიად არაინტუიციური აღმოჩენა. ხმაური, რომელიც ჩვეულებრივ ანადგურებს კვანტურ ეფექტებს, მართლაც აჩერებს მათ. როგორ შეიძლება ეს? მათ არ იციან, მაგრამ მათემატიკა მუშაობს. ასე რომ ჭეშმარიტება არის, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ კვანტური მექანიკა აბსოლუტურად სწორია ატომურ დონეზე. ჩვენ ვიცით, რომ შეგნება არსებობს და რომ შეგნება არსებობს და რაღაცნაირად წარმოიქმნება ტვინიდან. მაგრამ ზუსტი მექანიზმიზი, ზუსტი კავშირი, ჩვენ არ ვიცით. და ნებისმიერი, ვინც ამბობს, რომ იცის, სინამდვილეში არ იცის. და არსებობს კიდევ უფრო დიდი პრობლემა. პრობლემა, რომელიც ხდება ყველას ნერვიულს, მაგრამ არავინ სურს ხიად ლაპარაკი ამაზე. თუ მრავალსამყაროთა ინტერპრეტაცია სწორია, თუ ყოველი კვანტური მოვლენა ქმნის განშტოებას, მაშინ რა ხდება ენერგიის შენახვასთან? ფიზიკის ფუნდამენტური კანონი ამბობს, რომ ენერგია არ შეიძლება შეიქმნას ან განადგურდეს. მაგრამ თუ სამყარო იყოფა, მაშინ არ იქნება თუ არა ახალი ენერგია ყოველ ახალ ფილიალში. ევერეტის დამცველები ამბობენ, რომ არა. ისინი ამბობენ, რომ ჯამური ტალღის ფუნქცია ინარჩუნებს იგივე ენერგიას. მხოლოდ იგი გადანაწილებულია ფილიალებზე. მაგრამ ეს არის ბუნდოვანი. როგორ განაწილებთ ენერგიას ფილიალებზე, რომლებიც არ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან? როგორ საუბრობთ შენახვაზე, როდესაც ფილიალები არ იციან ერთმანეთზე? ზოგიერთი ფიზიკოსი ეჭვობს, რომ მრავალსამყაროთა ინტერპრეტაცია სრულიად არის მათემატიკური ხრიკი. ისინი ამბობენ, რომ ის არ წარმოადგენს რეალურ ფიზიკას, მხოლოდ გზას ფიზიკური განტოლებების ახსნისა. ისინი ამბობენ, რომ ლაპარაკი უსასრულო რაოდენობის სამყაროებზე, რომელთაც არასდროს ვერ დავაკვირდებით, არის ფილოსოფია, არა მეცნიერება. მაგრამ თუ მრავალსამყაროები არ არის პასუხი, მაშინ რა არის? როგორ აიხსნება კვანტური სუპერპოზიცია? როგორ აიხსნება ტალღის ფუნქციის კოლაფსი? და რატომ იწყება ხდება კოლაფსი, როდესაც ჩვენ ვახდენთ გაზომას? მსოფლიოს საუკეთესო ფიზიკოსები ებრძვიან ამ კითხვებს 100 წელზე მეტია და ისინი ჯერ კიდევ არ აქვთ კონსენსუსი. ზოგიერთი მათგანი თქვენ ეთქვიან, რომ კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია არის სწორი და ტალღის ფუნქცია რეალურად კოლაფსირდება. სხვები ეთქვიან, რომ მრავალსამყაროები არის რეალური. კიდევ სხვები ეთქვიან, რომ პილოტ ტალღის თეორია, სადაც ნაწილაკებს აქვთ განსაზღვრული პოზიციები ყოველთვის, არის პასუხი. კიდევ სხვები ეთქვიან, რომ ყველა ეს ინტერპრეტაციები არასწორია და ჩვენ საჭიროებთ რაღაც სრულიად ახალს. რას ნიშნავს ეს თქვენთვის, ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელიც უბრალოდ ცდილობს გაიგოს რეალობა? ეს ნიშნავს, რომ რეალობა ბევრად უფრო უცნაურია და ბევრად უფრო ღია, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი გეგონათ. ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტური კითხვები დროის, შეგნების, რეალობის ბუნების შესახებ ჯერ კიდევ არ არის ნამდვილად გადაჭრილი. და ეს ნიშნავს, რომ თქვენი საკუთარი გამოცდილება, თქვენი საკუთარი აღქმა მომენტისა შეიძლება იყოს უფრო ღირებული მოწმობა, ვიდრე ნებისმიერი თეორია. რას გრძნობთ, როდესაც ყოფნით აწმყოში? რას გრძნობთ, როდესაც აკეთებთ არჩევანს? ეს განცდა არსებობს, ის არის ნამდვილი. და მხოლოდ შეიძლება ის გვეუბნება რაღაცას ძალიან ფუნდამენტურს რეალობის ბუნების შესახებ.
ეხლა მოდით დაუბრუნდეთ იმას, სადაც დავიწყეთ. თქვენს ცხოვრებას, თქვენს მომენტებს, იმას თუ როგორ ცხოვრობთ ყოველდღე. თუ დრო არ არსებობს ფუნდამენტურ დონეზე, თუ ყველა მომენტი თანაბრად არსებობს, თუ არ არსებობს ნამდვილი განსხვავება წარსულსა და მომავალს შორის, მაშინ როგორ უნდა იცხოვროთ? როგორ უნდა გააკეთოთ გადაწყვეტილებები? როგორ უნდა დაგეგმოთ, იმედოვნოთ, იმუშაოთ მომავლისთვის, რომელიც არ არსებობს? ბარბული წერს, რომ მისი თეორია არ ცვლის არაფერს პრაქტიკული თვალსაზრისით. თქვენ ჯერ კიდევ უნდა ატკიოთ, თქვენ ჯერ კიდევ უნდა იფიქროთ, თქვენ ჯერ კიდევ უნდა გადაწყვიტოთ, თქვენ ჯერ კიდევ უნდა იცხოვროთ. განსხვავება არის მხოლოდ ონტოლოგიური, არა პრაქტიკული, არამედ ფილოსოფიური. გაგება იმისა, რომ თქვენი მომენტები არ არის ნაწილი გარდამავალი ისტორიისა, არამედ მარადიული სტრუქტურები, რომლებიც ყოველთვის იქნება ზუსტად ის, რაც არიან. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამას აქვს ღრმა პრაქტიკული შედეგები და მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად იცვლება რაღაცას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აკეთებთ მნიშვნელოვან არჩევანს. თქვენ ფიქრობთ თქვენს მომავალზე. თქვენ გეშინიათ გააკეთოთ შეცდომა. თქვენ ფიქრობთ, თუ ამას აირჩევ, მაშინ ჩემი ცხოვრება წავა ერთი გზით. თუ მას აირჩევ, ის წავა სხვა გზით. და თქვენ აწვალებთ, რადგან თქვენ არ იცით, რომელი გზაა სწორი. მაგრამ თუ ბარბური და ევერეტი სწორები არიან, მაშინ ორივე გზა მოხდება. არა იმ გაგებით, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ აზრი მოგვიანებით, არამედ იმ გაგებით, რომ ორივე არჩევანი თანაბრად რეალურია. ვერსია თქვენი, რომელიც აირჩევს პირველ გზას, არსებობს მარადიულად იმ კოლექციაში მომენტების, სადაც ეს არჩევანი გაკეთებულია. ვერსია თქვენი, რომელიც აირჩევს მეორე გზას, არსებობს მარადიულად სხვა კოლექციაში მომენტების. ორივე მათგანი თანაბრად რეალური. ასე რომ აზრი არ აქვს აწვალებას იმის შესახებ, აკეთებთ თუ არა სწორ არჩევანს კოსმოსური თვალსაზრისით. კოსმოსური თვალსაზრისით ყველა არჩევანი კეთდება. აზრი აქვს მხოლოდ იმის შესახებ ფიქრს, როგორი ვერსია ჩემი მინდა ვიყო ამ მომენტში. რა სახის გამოცდილება მინდა შევქმნა ახლა. ბარბური უწოდებს ამას საბოლოო პასუხისგებლობას. თქვენ არ შეგიძლიათ დაადანაშაულოთ წარსული. წარსული არ არსებობს გარდა იმ სტრუქტურებისა, რომლებიც თქვენს ტვინშია ახლა. თქვენ არ შეგიძლიათ განდევნოთ პასუხისგებლობა მომავლისთვის. მომავალი არ არსებობს გარდა თქვენი პროექციებისა ახლა. არსებობს მხოლოდ ეს მომენტი და ამ მომენტში თქვენ ხართ ზუსტად ის, რაც ხართ. თქვენ აკეთებთ ზუსტად იმ არჩევანს, რომელსაც აკეთებთ და ეს არჩევანი იქნება მარადიულად ნაწილი იმისა, ვინც ხართ ამ მომენტში. ეს შეიძლება ჟღერდეს როგორც ტვირთი, მაგრამ ეს ასევე შეიძლება იყოს განთავისუფლება. თქვენ არ უნდა იყოთ სრულყოფილი, თქვენ არ უნდა გააკეთოთ ყველა სწორი არჩევანი, რადგან ყველა არჩევანი კეთდება სადმე. თქვენ უბრალოდ უნდა იყოთ ჭეშმარიტი იმის მიმართ, ვინც ხართ ახლა, ამ მომენტში. ახლა, ამ момენტში. და მიიღოთ თუ არა ეს მომენტი იქნება კომფორტული თუ მტკივნეული, ბედნიერი თუ სევდიანი, ის იქნება მარადიულად ნაწილი იმ უსასრულო ქსოვილის, რომელიც ხართ თქვენ. ესმით თუ არა რას გულისხმობ. არ არსებობს გზა თქვენი ცხოვრების გამოსწორებისთვის გლობალურად. არ შეგიძლიათ გაბრუნდეთ და შეცვალოთ წარსული. არ შეგიძლიათ გარანტირებულად გააკეთოთ მომავალი უკეთესი. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ვინ იყოთ ახლა. და ეს არჩევანი არის რეალური. ის არის ერთადერთი რამ, რაც არის რეალური. არსებობს კიდევ ერთი რამ. ბარბურის პლატონიას და ევერეტის მრავალსამყაროების კომბინაცია იძლევა რაღაც უცნაურს და ლამას, უკვდავების ფორმას. არა ის სახის უკვდავება, რაზეც ჩვეულებრივ ფიქრობენ ადამიანები. არა ის, რომ თქვენი ცხოვრებთ სამუდამოდ დროში. არამედ ის, რომ ყის, რომ ყველა მომენტი თქვენი ცხოვრების უკვე არსებობს სამუდამოდ. თქვენი დაბადება არსებობს, თქვენი ბავშვობა არსებობს, თქვენი პირველი სიყვარული არსებობს. ეს მომენტი, როდესაც თქვენ კითხულობთ ამას, არსებობს. და ყველაობს და ყველა მათგანი არსებობს მარადიულად, აუცილებლად, შეუქცევად. არაფერი, რაც ოდესმე მოხდა, ქრება. არაფერი, რაც ოდესმე იყო, რაც ოდესმე იყო, წვეთს ყოფნას. ყველაფერი, რაც კი იყო, არის. ყოველთვის, სამუდამოდ, ყველა ფილიალში, ყველა ვერსიაში, ყველა შესაძლო კონფიგურაციაში. ფიზიკოსი მაქს ტეგმარკი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტიდან უწოდებს ამას მათემატიკურ სამყაროს. ის ამბობს, რომ ყველაფერი, რაც მათემატიკურად შესაძლებელია, არსებობს. და თქვენი ცხოვრება ყველა მისი მომენტით, ყველა მისი არჩევანით არის მათემატიკური სტრუქტურა. სტრუქტურა ინფორმაციისა, ნიმუშისა, ფორმისა. და ეს სტრუქტურა არსებობს ისეთივე აუცილებლად, როგორც არსებობს რიცხვი 2 ან წრის თეორემა. წარმოიდგინეთ ამის მნიშვნელობა. ყოველი სიტყვა, რომელიც თქვენ ოდესმე თქვით, ყოველი აზრი, რომელიც თქვენ ოდესმე იფიქრეთ, ყოველი სიმღერა, რომელიც თქვენ ოდესმე მოისმინეთ, ყოველი მზერა, რომელიც თქვენ ოდესმე გაცვალეთ სხვა ადამიანთან. ყველა ეს რამ არსებობს მარადიულად იმ გაგებით, როგორც არსებობს მათემატიკური ჭეშმარიტება. ისინი არ შეიძლება ქრებულიყვნენ, ისინი არ შეიძლება შეცვლილიყვნენ.
ისინი უბრალოდ არიან. და თუ ეს ჭეშმარიტია, მაშინ სიკვდილი ღებულობს სრულიად სხვა მნიშვნელობას. სიკვდილი არ არის დასასრული. სიკვდილი არის უბრალოდ საზღვარი ერთ კონკრეტულ სტრუქტურაში. მაგრამ სტრუქტურა თავად, ყველა თქვენი მომენტი, რომელიც ოდესმე იყო, აგრძელებს ყოფნას. არა იმ გაგებით, რომ თქვენ გააგრძელებთ გამოცდილებას მათ, არამედ იმ გაგებით, რომ ისინი უბრალოდ არიან, მარადიულად, შეუქცევად, აბსოლუტურად. ეს შეიძლება იყოს უთავბოლო ნუგეში, ან ეს შეიძლება იყოს საშინელებება. დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებთ მას, მაგრამ ეს არის ის, რასაც ფიზიკა გვეუბნება. რას ფიქრობთ ამაზე? თქვენი ყველაზე ბედნიერი მომენტი არსებობს სამუდამოდ. თქვენი ყველაზე ტკივილიანი მომენტი ასევე არსებობს სამუდამოდ. ორივე თანაბრად რეალური, ორივე თანაბრად მარადიული. ეს კომფორტია თუ საშინელება? მოდით ახლა ვსაუბრობთ პარადოქსზე, რომელიც ძევს ამ ყველაფრის გულში. პარადოქსზე, რომელიც აკავშირებს დროის ილუზიას თქვენს რეალურ განცდილ ცხოვრებასთან. პარადოქსი ასეთია. თუ დრო არ არსებობს, მაშინ რატომ გრძნობთ მას ასე ნათლად? თუ ყველა მომენტი თანაბრად არსებობს, თუ არ არსებობს ნამდვილი ნაკადი, ნამდვილი ცვლილება, მაშინ რატომ გაქვთ თქვენ ასე ძლიერი განცდა იმისა, რომ დრო მიედინება? რატომ გახსოვთ წარსული, მაგრამ არა მომავალი? რატომ გრძნობთ, რომ არჩევანი მნიშვნელოვანია, რომ მომავალი არის ღია, რომ ცხოვრება არის ისტორია, რომელიც ვითარდება? როველი და ბარბური აქვთ პასუხები. მათი პასუხები არის სიღრმისეული და რთულია, მაგრამ ყველა მათგანი ეფუძნება ერთ საერთო იდეას. ის, რასაც თქვენ დროს უწოდებთ, არის წარმოშობილი თვისება. ის არ არის ფუნდამენტური, ის ემერჯენტულია სხვა რაღაცისგან. როველი ამბობს, რომ დრო წარმოიქმნება ენტროპიიდან, იმ ფაქტიდან, რომ სამყარო იყო ძალიან მოწესრიგებული დიდი აფეთქების დროს და ის ხდება უფრო და უფრო არეული. ჩვენ, კომპლექსური სისტემები, ვართ ნაწილი ამ პროცესის. ჩვენი მოგონებები, ჩვენი აღქმები, ჩვენი სტრუქტურა ყალიბდება ენტროპიის ზრდის მიმართულებით. და ამიტომ ჩვენ აღვიქვამთ დროის ისარს. მაგრამ ფუნდამენტურად მიკროსკოპულ დონეზე არ არსებობს ისარი. არსებობს მხოლოდ სიმეტრიული კანონები, რომლებიც მუშაობენ ორივე მიმართულებით. ბარბური ამბობს, რომ დრო წარმოიქმნება კორელაციებიდან ნაოსებს შორის. ყოველი ნაოსი შეიცავს სტრუქტურებს, რომლებიც ემთხვევა სხვა ნაოსებს. ეს ემთხვევა ქმნის ილუზიას კავშირისა, ნაკადის, ისტორიის, მაგრამ კავშირი თვითონ არ არის რეალური. რეალურია მხოლოდ ნიმუში, კორელაცია ინფორმაციისა. წარმოიდგინეთ წიგნი. წიგნს აქვს თავები. ყოველი თავი აღწერს განსხვავებულ მომენტს ისტორიაში. ისტორიაში, როდესაც თქვენ კითხულობთ წიგნს, თქვენ გრძნობთ ნაკადს, უწყვეტობას, განვითარებას, მაგრამ ფიზიკურად წიგნი არის უბრალოდ ობიექტი. ყველა თავი არსებობს ერთდროულად, მიბეჭდული გვერდებზე. არც ერთი მათგანი უფრო რეალური არ არის ვიდრე სხვა. ის, რასაც თქვენ უწოდებთ ნაკადს, არის არტეფაქტი. იმისა, როგორ კითხულობთ წიგნს, არა თვისება წიგნის თავად. ბარბური ამბობს, რომ ჩვენი სამყარო ასეთია. იგი არის წიგნი, სადაც ყველა მომენტი უკვე დაწერილია. და ჩვენ ვკითხულობთ მას ერთი გზით. იმის გამო, რომ ჩვენი ტვინების სტრუქტურა, იმის გამო, რომ ჩვენი მოგონებების სტრუქტურა, იმის გამო, რომ ენტროპიის სტრუქტურა. მაგრამ თვითონ წიგნი არის უბრალოდ რაც არის. თლიანი, შეუცვლელი, მარადიული. ეს ახსნის თუ არა რერძა თუ არა რეალურად რას გრძნობთ. ეს ახსნის თუ არა რატომ გრძნობთ, რომ თქვენი არჩევანი მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ცხოვრება მიისწრაფვის წინ, რომ თქვენ ემზადებით უცნობ მომავლისთვის. მე ვფიქრობ, რომ კი, მაგრამ არა გზით, რომელიც დაგამშვიდებთ. ეს არის ახსნა, რომელიც მოითხოვს, რომ თქვენ მიიღოთ პარადოქსი. თქვენი განცდა დროის ნაკადისა არის რეალური. ის არის უყველაზე რეალური რამ, რაც თქვენ გაქვთ. მაგრამ ის აღწერს არა ფუნდამენტურ რეალობას. ის აღწერს თუ როგორ ფუნდამენტური რეალობა ჩანს თქვენს პერსპექტივიდან. ასე როგორც სიცხე არის რეალური განცდა, მაგრამ ის არის არა ფუნდამენტური თვისება, არამედ სტატისტიკური საშუალო. ასე როგორც ფერი არის რეალური განცდა, მაგრამ ის არის არა ფუნდამენტური თვისება სინათლის, არამედ რეაქცია თქვენი თვალის და ტვინის. იგივე გზით, დრო არის რეალური განცდა, მაგრამ ის არის არა ფუნდამენტური თვისება სამყაროსი, არამედ რეაქცია თქვენი შეგნების სტრუქტურის. და ალბათ, მხოლოდ ალბათ, ეს არის საკმარისი. შეიძლება არ იყოს აუცილებელი, რომ თქვენი გამოცდილება შეესაბამებოდეს ფუნდამენტურ რეალობას. შეიძლება იყოს საკმარისი, რომ თქვენი გამოცდილება იყოს რეალური თქვენთვის, ვენთვის. შეიძლება ჭეშმარიტება იყოს, რომ რეალობას აქვს მრავალი დონე და დროის ილუზია არის რეალურია თქვენს დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის რეალური კვანტურ დონეზე. მაგრამ თუ თქვენ მიიღებთ ამას, თუ თქვენ მიიღებთ, რომ თქვენი განცდა დროისა არის ილუზია, მაშინ როგორ ცხოვრობთ, როგორ მოქმედებთ, როგორ ისჯევთ? პასუხია,
ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის. რადგან iluzia ან არა, თქვენი განცდა არის რეალური. თქვენი არჩევანი არის რეალური. თქვენი ცხოვრება არის რეალური. ორება არის რეალური. მხოლოდ ახლა თქვენ იცით, რომ ყოველი მომენტი იმისა არის მარადიული და ეს ცოდნა შეიძლება გახადოს თქვენ უფრო ფრთხილად, უფრო ყურადღებიანად, უფრო ღიად იმის მიმართ, თუ ვინ ხართ ახლა, რადგან ეს ახლა არასდროს გაქრება. გესმით თუ არა, რამდენად ღრმაა ეს? მოდით ახლა ვსაუბრობთ რაღაცაზე, რაც შეიძლება იყოს ყველაზე უცნაური ფაქტი მთელ ფიზიკაში. რაღაცაზე, რაც აინშტაინს უწოდა სასტიკ მოქმედებას დისტანციაზე. რაღაცაზე, რამაც შეცვალა ჩვენი გაგება იმისა, თუ რა არის რეალობა ფუნდამენტურ დონეზე. 2022 წელს 3 ფიზიკოსი მიიღეს ნობელის პრემია ფიზიკაში ექსპერიმენტებისთვის, რომლებმაც დაამტკიცეს რაღაც, რაც აინშტაინი თავად ვერ დაიჯერა. ალენ ასპექტი, ჯონ კლაუზერი და ანტონ ცაილინგერი აჩვენეს, რომ კვანტური ჩადრომა არ არის მხოლოდ მათემატიკური კურიოზი, ის არის ფიზიკური რეალობა და ამან შეცვალა ყველაფერი. კვანტური ჩადრომა ნიშნავს, რომ ორი ნაწილაკი შეიძლება იყვნენ დაკავშირებული ისე, რომ ერთის გაზომვა მქისიერად განსაზღვრავს მეორის მდგომარეობას. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად შორს არიან ისინი. შეიძლება იყვნენ 1 მეტრის დაშორებით, შეიძლება იყვნენ 1 მილიარდი სინათლის წლის დაშორებით. როდესაც თქვენ ზომავთ ერთს, მეორე მხისიერად პასუხობს. არა იმიტომ, რომ სიგნალი გადის მათ შორის, სინათლე თვითონ არის ძალიან ნელი ამისთვის. არამედ იმიტომ, რომ ისინი არ არიან სინამდვილეში ცალკე ობიექტები. ისინი არიან ერთი სისტემა, მიუხედავად სივრცისა, რომელიც აცალკევებს მათ. აინშტაინი ძალიან შეწუხდა ამით. 1935 წელს ის და მისი კოლეგები ბორის პოდოვსკი და ნატან როზენი გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელიც ცნობილია როგორც APR პარადოქსი. ისინი ამბობდნენ, რომ თუ კვანტური მექანიკა აღწერს ჩაძრომას სწორად, მაშინ ან სისწრაფე სინათლის შეიძლება გადაილახოს, ან არსებობს დამალული ცვლადები, რომელთაც ჩვენ არ ვიცნობთ. აინშტაინი სჯეროდა დამალულ ცვლადებს. ის სჯეროდა ადგილობრივ რეალიზმს, იდეას იმისა, რომ ობიექტებს აქვთ განსაზღვრული თვისებები მიუხედავად დაკვირვებისა და რომ ისინი შეიძლება იმოქმედონ მხოლოდ თავიანთ უშუალო გარემოზე. მაგრამ 1964 წელს ჩრდილოეთ ირლანდიელმა ფიზიკოსმა ჯონ ბელმა შექმნა მათემატიკური დამტკიცება, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. ბელის თეორემა აჩვენებს, რომ არ არსებობს გზა აინშტაინის ადგილობრივი რეალიზმის შესანარჩუნებლად და ამავდროულად ყველა კვანტური პროგნოზის ასახსნელად. თუ კვანტური მექანიკა სწორია, მაშინ ადგილობრივი რეალიზმი არის მცდარი. მაშინ რეალობა არ არის ადგილობრივი. მაშინ ნაწილაკები შეიძლება იყვნენ დაკავშირებულნი გზებით, რომლებიც აცილებენ სივრცესა და დროს. და ბელის თეორემა არ არის მხოლოდ აბსტრაქტული მათემატიკა. იგი აკეთებს კონკრეტულ პროგნოზებს, რომლებიც შეიძლება შემოწმდეს ექსპერიმენტულად. და როდესაც ფიზიკოსებმა ჩაატარეს ეს ექსპერიმენტები, დაწყებული ალენ ასპექტის პიონერულ მუშაობაში 1992 წელს, მათ არ მოაჩინეს, რომ კვანტური მექანიკა იყო სწორი. ბელის უთანასწორობა დაირღვა. ადგილობრივი რეალიზმი ვერ გაძვო. რეალობა არის არალოკალური. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ სამყარო არ შედგება ცალკე დამოუკიდებელი ობიექტებისგან, რომლებიც ურთიერთქმედებენ მხოლოდ იმ გზებით, რომლებიც პატივს სცემენ სივრცესა და დროს. სამყარო შედგება ურთიერთდაკავშირებული სისტემებისგან, სადაც ცალკე ნაწილები არ არსებობენ რეალურად ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობდით. წარმოიდგინეთ ორი ელექტრონი, რომლებიც შეიქმნა ერთდროულად ერთი მოვლენიდან. ისინი გაფანტულნი არიან საპირისპირო მიმართულებებში. ერთი მიდის მარცხნივ, მეორე მარჯვნივ. ისინი მოგზაურობენ მილიარდობით კილომეტრებს. ახლა თქვენ ზომავთ სპინს ერთი ელექტრონის. თქვენ პოულობთ, რომ ის არის ზევით. მხისიერად, სხვა ელექტრონი მილიარდობით კილომეტრების დაშორებით ხდება ქვევით. არა იმიტომ, რომ სიგნალი გადავიდა. არა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ უკვე ზევით და ქვევით ერთმანეთის გაზომვამდე. არამედ იმიტომ, რომ ისინი არასდროს არ იყვნენ რეალურად ცალკე. ისინი ყოველთვის იყვნენ ერთი სისტემა, ერთი კვანტური მდგომარეობა, რომელიც გავრცელებული იყო სივრცეში. ფიზიკოსი ერვინ შრედინგერი, რომელმაც პირველად შეისწავლა ეს ფენომენი, უწოდა მას ჩაძრომას, არა კავშირს. და ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება. კავშირი გულისხმობს, რომ ორი ცალკე რამ არიან დაკავშირებული. ჩაძრომა გულისხმობს, რომ ორი რამ, რომელთაც ცალკეთ თვლით, სინამდვილეში არ არიან ცალკე. ისინი არიან ერთი რამის ნაწილები, ერთი ქსოვილის, რომელიც არ სცემს პატივს სივრცის გამოცალკევებას. და აქ არის უცნაური ნაწილი. თუ ელექტრონები შეიძლება იყვნენ ჩაძრუნნი, მაშინ რა თქმა უნდა სხვა ნაწილაკებიც შეიძლება. ატომები შეიძლება იყვნენ ჩაძრუნნი, მოლეკულები შეიძლება იყვნენ ჩაძრუნნი. პრინციპულად არ არსებობს ზღვარი. მთელი სამყარო შეიძლება იყოს ერთი გიგანტური ჩაძრული სისტემა. და თუ ეს სწორია, თუ მთელი სამყარო არის ფუნდამენტურად ჩაძრული, მაშინ სივრცე თავად არის ილუზია. სივრცე არ არის რეალური გამომცალკევებელი.
ის არის უბრალოდ გზა, როგორითაც ჩვენ კლასიკური სისტემები აღვიქონთ რაღაცას, რაც ფუნდამენტურად არ არის გამოცალკევებული საერთოდ. ფიზიკოსი ჯონ უილერი, რომელმაც შექმნა ტერმინი შავი ხვრელი და რომელმაც ასწავლა 947 წელს ფიზიკა პრინსტონის უნივერსიტეტში, თქვა ცნობილი ფრაზა: არ არსებობს კვანტური სამყარო. არსებობს მხოლოდ აბსტრაქტული კვანტური აღწერა. ის გულისხმობდა, რომ ის, რასაც ჩვენ სამყაროს უწოდებთ, არ არის ნაკრები ობიექტებისგან. ის არის ნაკრები ურთიერთობებისგან, კორელაციებისგან, ინფორმაციისგან. და თუ სამყარო არის მხოლოდ ინფორმაცია, მხოლოდ ურთიერთობები, მაშინ სად არის ადგილი დროსთვის? თუ სივრცე არის ილუზია, თუ გამოცალკევება არის ილუზია, მაშინ შეიძლება დროც იყოს ილუზია. შეიძლება წარსული და მომავალი, ისევე როგორც აქ და იქ, იყოს მხოლოდ გზები, როგორითაც ჩვენი მწარმოებელი გონება ორგანიზებას უკეთებს რაღაცას, რაც ფუნდამენტურად არ არსებობს დროში ან სივრცეში. გიფიქრიათ ოდესმე ამაზე, რომ იქნება თქვენ და ყველა სხვა, ყველა ვარსკვლავი და galaktika არ ხართ სინამდვილეში გამოცალკევებულნი. რომ იქნება არსებობს ერთი უზარმაზარი ჩაძრული მდგომარეობა და თქვენ ხართ მხოლოდ ერთი ნიმუში ამ მდგომარეობაში, ერთი ტალღა უსასრულო ოკეანეში. ახლა მოდით შევაერთოთ ყველა ეს რამ. მოდით დავინახოთ დიდი სურათი. ჩვენ გვაქვს ბარბურის პლატონია, სადაც ყველა მომენტი არსებობს მარადიულად, გარეშე დროის ნაკადისა. ჩვენ გვაქვს ევერეტის მრავალსამყაროები, სადაც ყველა შესაძლო შედეგი არის თანაბრად რეალური. ჩვენ გვაქვს პენროუზის იდეა, რომ შეგნება წარმოიქმნება კვანტური კოლაფსიდან. და ჩვენ გვაქვს კვანტური ჩაძრომა, რომელიც გვიჩვენებს, რომ სამყარო არ არის ნაკრები ცალკე ობიექტებისგან. როდესაც თქვენ აერთებთ ამ ყველა იდეას, თქვენ ირებთ რაღაც სრულიად რადიკალურს, იკალურს. თქვენ ირებთ სურათს რეალობის, რომელიც აღარ გავს არაფერს იმისა, რასაც ჩვენ ვიცნობთ. წარმოიდგინეთ სამყარო როგორც უზარმაზარი კვანტური მდგომარეობა, ტალღის ფუნქცია, რომელიც შეიცავს ყველა შესაძლებლობას. ყველა შესაძლო კონფიგურაცია, ყველა ნაწილაკისა, ყველა შესაძლო მომენტი, ყველა შეგნების, ყველა შესაძლო ისტორია, ყველა სამყაროსი. ყველაფერი, რაც კი შეიძლება არსებობდეს, შედის ამ გიგანტურ ტალღის ფუნქციაში. და ყველაფერი არსებობს ერთდროულად, სუპერპოზიციაში, ჩაძრულად, გარეშე განცალკევებისა. არ არსებობს დრო ამ სურათში, არ არსებობს წარსული, არსული, აწმყო, მომავალი. არსებობს მხოლოდ ტალღის ფუნქცია, უსასრულო განზომილების მათემატიკური ობიექტი, რომელიც შეიცავს ყველაფერს. მაგრამ შემდეგ რაღაც ხდება. რაღაც, რასაც ჩვენ არ ვიცნობ სრულად, მაგრამ რაც ვიცით, რომ ხდება. ამ გლობალური ტალღის ფუნქციის ნაწილები იწყებენ დეკოჰერენციას. ისინი იწყებენ კარგვას, კვანტურ ინტერფერენციას ერთმანეთთან. და როდესაც ეს ხდება, რაღაც, რასაც ჩვენ კლასიკურ სამყაროს უწოდებთ, იწყებს გამოჩენას. ერთ ფილიალში, ერთ დეკოჰერენტულ სექტორში, ამ გლობალური ტალღის ფუნქციის არსებობს კონფიგურაცია ნაწილაკების, რომელსაც ჩვენ დედამიწას უწოდებთ. ამ კონფიგურაციაზე სხვა ნიმუშები არსებობენ, რომელთაც ჩვენ ადამიანებს უწოდებთ. და ამ ადამიანების შიგნით, ნეირონებში, კვანტური პროცესები ხდებიან, რომლებიც იქნება ქმნიან რაღაცას, რასაც ჩვენ შეგნებას უწოდებთ. ამ შეგნებებს აქვთ განცდა დროის ნაკადისა. ისინი აგენებენ მოგონებებს ისე, როგორც ისინი ფუნქციონირებენ. ისინი აგენებენ პროგნოზებს იმის ჩემის შესახებ, თუ როგორ ისინი ფუნქციონირებენ. და ამ მოგონებების და პროგნოზების სტრუქტურა ქმნის ილუზიას, რომ არსებობს წარსული, რომელიც იყო, აწმყო, რომელიც არის და მომავალი, რომელიც იქნება. მაგრამ ფუნდამენტურად არაფერი არ არის და არაფერი ხდება. არსებობს მხოლოდ ტალღის ფუნქცია, მარადიული და შეუცვლელი. და ყველა ეს შეგნება, ყველა ეს მომენტი, ყველა ეს ისტორია არის მხოლოდ ნიმუშები ამ ტალღის ფუნქციაში, ნიმუშები, რომლებიც არსებობენ თანაბრად და მარადიულად. ესმით თუ არა, რას ამბობს ეს თქვენი ცხოვრების შესახებ? თქვენი ცხოვრება არ არის ისტორია, რომელიც ვითარდება დროში. თქვენი ცხოვრება არის ნიმუში, უზარმაზარ კვანტურ მდგომარეობაში. ნიმუში, რომელიც ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. თქვენი წარსული არ არის წასული. თქვენი მომავალი არ არის ჯერ მოუსული. ისინი ორივე არიან, ისევე როგორც თქვენი აწმყო არის, როგორც ნიმუშები ტალღის ფუნქციაში. და ყველაზე უცნაური ნაწილია ეს, თუ ეს სწორია, თუ ყველაფერი არის მხოლოდ ნიმუში მარადიულ კვანტურ მდგომარეობაში, მაშინ დიდი აფეთქება არ იყო დასაწყისი. სამყაროს სიკვდილი არ იქნება დასასრული. ისინი მხოლოდ საზღვრები არიან, კიდეები ნიმუშისა. მაგრამ ნიმუში თავად არ იწყება და არ სრულდება. ის უბრალოდ არის. შეგიძლიათ თუ არა მიიღოთ ეს. შეგიძლიათ თუ არა იცხოვროთ, იცუ არა იცხოვროთ. იცოდეთ, რომ ყველაფერი, რაც ოდესმე იყო და ოდესმე იქნება, უკვე არსებობს ერთ მარადიულ აწმოში. რომ არაფერი არ იბადება და არაფერი არ გვდება, მხოლოდ არსებობს, უსასრულოდ, შეუცვლელად, მრადიულად. მაგრამ თუ ეს ჭეშმარიტია,
თუ არაფერი რეალურად არ იცვლება, თუ ყველაფერი უბრალოდ არის, მაშინ რატომ ვგონია, რომ ჩვენ ვაკეთებთ პროგრესს? რატომ ვგონია, რომ ვსწავლობთ, ვიზრდებით, ვითარდებით? რატომ გგონია, რომ სამყარო განვითარდა მარტივი სტრუქტურებიდან რთულებისკენ, ატომებიდან გალაქტიკებისკენ, მოლეკულებიდან გონებისკენ? პასუხია კვლავ ენტროპია. როველის დიდი ინსაიტი ის იყო, რომ დროის ის არის, ის, რასაც ჩვენ პროგრესს ან ცვლილებას უწოდებთ, არის შედეგი იმისა, რომ სამყარო დაიწყო უჩვეულოდ დაბალ ენტროპიულ მდგომარეობაში, დიდ აფეთქებაში. დიდი აფეთქება იყო არა დასაწყისი დროისა, არამედ ერთი კიდე გადაშლილი კვანტური მდგომარეობის, კიდე სადაც ენტროპია იყო უკიდურესად დაბალი. იქიდან ენტროპია მხოლოდ შეიძლება გაიზარდოს და ამ ზრდამ ჩაკიდა ნიმუშები ტალღის ფუნქციაში, ისე რომ სტრუქტურები, რომლებიც შეიცავენ მოგონებებს და შეგნებას, განიცდიან დროის ნაკადის განცდას. მაგრამ აქ არის საკვანძო წერტილი. ენტროპია იზრდება მხოლოდ იმ მიმართულებით, რომელსაც ჩვენ მომავალს უწოდებთ. მაგრამ ტალღის ფუნქციაში არ არსებობს მიმართულება. ტალღის ფუნქცია უბრალოდ არის. ის, რასაც ჩვენ მომავალს უწოდებთ, არის მხოლოდ მიმართულება გაზრდილი ენტროპიის ნიმუშებში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ უყუროთ ტალღის ფუნქციას გარედან. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ყველა ეს ნიმუში ერთდროულად. ის, რასაც თქვენ დაინახავდით, არ იქნებოდა ისტორია, არ იქნებოდა უწყვეტი ევოლუცია მარტივიდან რთულამდე. ის, რასაც თქვენ დაინახავდით, იქნებოდა სტრუქტურა. სტატიკური, მარადიული სტრუქტურა, რომელშიც ზოგიერთი ნაწილები აღებულია ისე, რომ შეიცავს მდგომარეობებს დაბალი ენტროპიით და სხვა ნაწილები შეიცავს მდგომარეობებს მაღალი ენტროპიით. და იმ სტრუქტურებში, რომლებიც შეიცავენ შეგნებას, შეგნება განიცდის თავს როგორც მოძრაობას დაბალი ენტროპიის რეგიონიდან მაღალი ენტროპიის რეგიონისკენ. ის განიცდის ამას როგორც დროის გავლას. მაგრამ სინამდვილეში არ არსებობს მოძრაობა. არსებობს მხოლოდ სტრუქტურა, რომელიც ორგანიზებულია გარკვეული გზით. ფიზიკოსი ლის მოლინი პერიმეტრის ინსტიტუტიდან კანადაში აღწერს ამას როგორც თერმოდინამიკურ დროს გავრცელებულს სივრცე დროში. დრო არ არის მიედინება, დრო არის მის მიმართულება სტრუქტურაში, მიმართულება, რომელიც დაკავშირებულია ენტროპიის გრადიენტთან. და თუ ეს სწორია, მაშინ რაღაც მართლაც უცნაური გამოდის. იქიდან, სადაც ჩვენ ვდგავართ ჩვენს დაბალ ენტროპიულ კუთხეში სტრუქტურის, ჩვენ ხედავთ მომავალს როგორც ღიას და წარსულს როგორც ფიქსირებულს. მაგრამ ეს არის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი მოგონებები ჩაწერილია წარსულის მიმართულებით და არა მომავლის მიმართულებით. თუ ჩვენ გქონდა მოგონებები მომავლის, ან თუ ჩვენ ვიყავით სტრუქტურის სხვა ნაწილში სტრუქტურის, სადაც ენტროპია მცირდება, ჩვენ მივიღებდით საპირისპირო განცდას. წარსული გამოჩენდებოდა ღია და მომავალი ფიქსირებული. არსებობენ თუ არა ნაწილები სტრუქტურის, სადაც ეს ხდება. არსებობენ თუ არა რეგიონები ტალღის ფუნქციის, სადაც დრო მიედინება უკან. ფიზიკა არ კრძალავს ამას. თერმოდინამიკა ამბობს, რომ ენტროპია უნდა იზრდებოდეს გლობალურად, მაგრამ არა ადგილობრივად. შეიძლება არსებობდეს პატარა ჯიბეები, სადაც ენტროპია მცირდება და იმ ჯიბეებში, თუ შეგნება არსებობს, ის განიცდიდა დროს როგორც მიდინარეს უკუღმა მიმართულებით. მაგრამ რა მოხდება, თუ თქვენ შეხვდებოდით ასეთ შეგნებას? თქვენ ვერ შეხვდებოდით, რადგან თქვენი კაუზალობა, თქვენი მიზეზ-შედეგიანობა მიემართება ერთი გზით და მათი მიემართება საპირისპირო გზით. თქვენი მომავალი იქნებოდა მათი წარსული. თქვენი წარსული იქნებოდა მათი მული იქნებოდა მათი მომავალი. თქვენი ცხოვრებდით განსხვავებულ ფილიალებში ტალღის ფუნქციის, დახვის ფუნქციის დეკოჰერენტულ ერთმანეთისგან. ეს შეიძლება ჟღერდეს როგორც სპეკულაცია, მაგრამ ეს არის ლოგიკური შედეგი იმისა, თუ როგორ მუშაობს ენტროპია კვანტურ მდგომარეობაში. და ის უბიძგებს ფუნდამენტურ კითხვას. რატომ დაიწყო სამყარო დაბალ ენტროპიაში? რატომ იყო დიდი აფეთქება ისეთი მოწესრიგებული? არავინ არ იცის. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი გადაუჭრელი პრობლემა კოსმოლოგიაში. ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, რომ ეს უბრალოდ იყო შემთხვევითი. სხვები ამბობენ, რომ უნდა იყოს ღრმა მიზეზი, რომელსაც ჩვენ ჯერ არ ვიგებთ. კიდევ სხვები ამბობენ, რომ შეიძლება არსებობდეს უსასრულო რაოდენობა დიდი აფეთქებები, თითოეული სხვადასხვა ენტროპიით და ჩვენ ვართ იმაში, რომელიც მოხდა დაბალი ენტროპიით, რადგან მხოლოდ ისეთ სამყაროებში შეიძლება არსებობდეს შეგნება, რომელიც ფიქრობს ამის შესახებ. მაგრამ რაც არ უნდა იყოს პასუხი, ფაქტი რჩება. დრო, როგორც თქვენ მას განიცდიდით, არის არა ფუნდამენტური თვისება რეალობის, არამედ შედეგი თერმოდინამიკური გრადიენტის მარადიულ კვანტურ სტრუქტურაში. თქვენ არ ცხოვრობთ დროში, თქვენ ცხოვრობთ სტრუქტურაში, რომელიც ქმნის ილუზიას დროის. გესმით, რამდენად უცნაურია ეს? თქვენი მთელი ცვლის ცხოვრება, ყველა რასაც თქვენ განიცდიდით, როგორც მომენტებს, რომლებიც მიდიან, არის სინამდვილეში სტატიკური ნიმუში. ნიმუში, რომელიც არასდროს არ იცვალა და არასდროს არ შეიცვლება.
ნიმუში, რომელიც უბრალოდ არის, მარადიულად, უკუნისამდე, შეუქცევად. და თქვენ ხართ ნაწილი ამ ნიმუშისა. არა დროებითი ვიზიტორი, არამედ მარადიული კომპონენტი. თქვენ ყოველთვის იყავით, თქვენ ყოველთვის იქნებით. რადგან ყოველთვის და იქნება არ ნიშნავს არაფერს, როდესაც დრო არ არსებობს. მოდით ახლა გავაკეთოთ რაღაც, რაც იშვიათად კეთდება მეცნიერულ დისკუსიაში. მოდით შევხედოთ თავად ჩვენს თავს, არა როგორც დამკვირვებლებს რეალობის, არამედ როგორც ნაწილებს მისგან. მოდით ვკითხოთ, თუ ეს ყველაფერი ჭეშმარიტია, მაშინ რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა? დააკვირდით თქვენს ხელებს ამ მომენტში. ისინი შედგება დაახლოებით 7 მილიარდი ატომისგან. თითოეული ამ ატომის თითქმის მთელი მასა კონცენტრირებულია პატარა ბირჩვში ცენტრში. ბირჩვში, რომელიც შედგება კვარკებისგან, რომელთაც ბანდისებენ ძალები, რომლებსაც გლუონებს უწოდებენ. ეს კვარკები არასდროს არ არსებობდნენ ცალკე. ისინი ყოველთვის იყვნენ ჩაძრულნი, ყოველთვის იყვნენ ნაწილი კვანტური ველების, რომლებიც ვრცელდებიან მთელ სამყაროში. ატომები, რომლებიც ამჟამად ქმნიან თქვენს სხეულს, არ იყვნენ ყოველთვის თქვენში. ზოგიერთი მათგანი იყო ვარსკვლავებში მილიარდობით წლების წინ, სხვები იყო ოკეანეში გასულ წელს, კიდევ სხვები იყო სხვა ადამიანებში, ცხოველებში, მცენარეებში. ისინი ბრუნავენ, მიმოიქცევიან, მიედინებიან. ის, რასაც თქვენ თქვენს სხეულს უწოდებთ, არ არის ფიქსირებული რამ. ის არის ნიმუში, რომელიც ინარჩუნებს თავის ფორმას, მაშინ, როდესაც მატერია თავად ნელ-ნელა იცვლება. მაგრამ თუ თქვენი ატომები არ იყვნენ ყოველთვის თქვენში, მაშინ რა ხართ თქვენ? თუ მატერია, რომელიც ქმნის თქვენს ტვინს, სრულიად შეიცვლება ყოველ 7-10 წელიწადში, მაშინ რა არის ის, რაც აგრძელებს ყოფნას? რა არის ის უწყვეტობა, რომელსაც თქვენ განიცდით როგორც თქვენს თვითობას? პასუხია: ნიმუში. არა კონკრეტული ატომები, არამედ გზა, როგორითაც ეს ატომები არიან ორგანიზებული. არა მატერია, არამედ ინფორმაცია. არა რამ, არამედ როგორ. და ეს ნიმუში, ეს ინფორმაცია, ეს როგორ, რანცია ეს როგორ, არ არსებობს მხოლოდ ამ მომენტში. ის არსებობს მრავალ მომენტში, მრავალ კონფიგურაციაში ტალღის ფუნქციის. ყოველ მომენტში თქვენი ცხოვრების ვერსია ამ ნიმუშის არსებობს. ბავშვობა და მოხუცება, ძილი და გაღვიძება, სიხარული და ტანჯვა. ყველა მათგანი არის თქვენ, ყველა მათგანი თანაბრად რეალურია. მაგრამ აქ არის უფრო ღრმა წერტილი. ის ნიმუში, რომელიც არის თქვენ, არ არის ფუნდამენტურად განსხვავებული იმ ნიმუშისგან, რომელიც არის მე, ან რომელიც არის ვარსკვლავი, ან რომელიც არის გალაქტიკა. ყველა ჩვენ ვართ ნიმუშები იმავე ტალღის ფუნქციაში, იმავე კვანტურ მდგომარეობაში. ჩვენ არ ვართ ცალკე რამეები, ჩვენ ვართ ერთი რამის ასპექტები. ფიზიკოსი დევიდ ბოჰმა, რომელმაც მუშაობდა პრინსტონის უნივერსიტეტში 50-იან და 50-იან წლებში, უწოდა ამას იმპლიკატურ წესრიგს. ის ამბობდა, რომ ის, რასაც ჩვენ ხედავთ როგორც ცალკე ობიექტებს, არის მხოლოდ ექსპლიკატური წესრიგი, ზედაპირი. მაგრამ უფრო ღრმად, იმპლიკატურ დონეზე, ყველაფერი დაკავშირებულია, ყველაფერი ერთია, ყველაფერი არის ერთი განყოფილი მთლიანობის გამოხატვა. და თუ ეს სწორია, მაშინ საზღვრები, რომლებსაც თქვენ ხატავთ, საზღვრები თქვენს და არა თქვენ შორის, აქ და იქ შორის, ახლა და მაშინ შორის, ყველა ეს საზღვრები არის თვითნებური. ისინი სასარგებლოა პრაქტიკულად. ისინი საშუალებას გაძლევენ ფუნქციონირება, მოქმედება, გადარჩენა, მაგრამ ისინი არ არიან რეალური ფუნდამენტურ დონეზე. ეს არ არის მისტიკა, ეს არ არის რელიგია. ეს არის პირდაპირი შედეგი კვანტური მექანიკის, ფიზიკის ყველაზე წარმატებული და საიმედო თეორიის, რაც ოდესმე შექმნილა. მაგრამ თუ ეს შედეგი სწორია, თუ თქვენ რეალურად არ ხართ ცალკე, თუ თქვენ რეალურად არ ცხოვრობთ დროში, მაშინ რა ნიშნავს ზრუნვა სხვებზე? რა ნიშნავს მომავლის დაგეგმვა? რა ნიშნავს პასუხისმგებლობა? მორნავს პასუხისგებლობა, მორალი, მნიშვნელობა. ბარბური წეს, რომ ამ კითხვებს აქვს იგივე პასუხები, რომელთაც ისინი ყოველთვის ჰქონდათ. თქვენ ზრუნავთ სხვებზე, რადგან თქვენ ანიჭებთ გრძნობას თანაგრძნობისა. თქვენ გეგმავთ მომავალს, რადგან თქვენი ტვინი ასე მუშაობს. თქვენ გრძნობთ პასუხისმგებლობას, რადგან თქვენი შეგნების სტრუქტურა მოიცავს ამ განცდას. ონტოლოგია არ ცვლის ეთიკას. ფაქტი, რომ დრო არ არის ფუნდამენტური, არ აკეთებს თქვენს არჩევანს ნაკლებად რეალურს თქვენთვის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ცვლის რაღაცას. ეს ცვლის პერსპექტივას, ეს ცვლის იმას, თუ როგორ თქვენ უყურებთ თქვენს თხენს ცხოვრებას და სხვათა ცხოვრებას. თუ თქვენ იცით, რომ ყოველი მომენტი მარადიულია, მაშინ იქნება თქვენ უფრო ფრთხილად ეპყრობით მომენტს. თუ თქვენ იცით, რომ ყველა ადამიანი არის ნიმუში იმავე კვანტურ მდგომარეობაში, მაშინ იქნება თქვენ უფრო იგრძნობთ კავშირს მათთან. თუ თქვენ იცით, რომ საზღვრები არ არის ფუნდამენტურები, მაშინ იქნება თქვენ ნაკლებად ემყარებით მათ. ან იქნება არა. იქნება ცოდნა არის უბრალოდ ინტელექტუალური და არ ცვლის იმას, თუ როგორ თქვენ გრძნობთ და მოქმედებთ.
მე არ ვიცი. არავინ არ იცის. ეს არის ექსპერიმენტი, რომელსაც თითოეული ადამიანი უნდა ჩაატაროს თავად. მაგრამ ერთი რამ ნათელია. ეს იდეები, ეს თეორიები, ეს აღმოჩენები ფიზიკაში, ისინი არ არის მხოლოდ აბსტრაქტული ინტელექტუალური თამაშები. ისინი ეხება ძირეულ კითხვებს, რომლებიც ადამიანები ყოველთვის სვამდნენ. ვინ ვართ ჩვენ? საიდან მოვედით? სად მივდივართ? რა არის რეალობა? რა არის დრო? რა არის შეგნება? და პირველად ისტორიაში ჩვენ ვიწყებთ რეალურ პასუხების მიღებას. არა საბოლოო პასუხებს, არა სრულყოფილ პასუხებს, არამედ პასუხებს, რომლებიც ეფუძნებიან მონაცემებს, ექსპერიმენტებს, მათემატიკას. პასუხებს, რომლებიც შეიძლება შემოწმდეს, გაუმჯობესდეს, დახვეწდეს. და ეს პასუხები გვეუბნებიან რაღაცას უცნაურს და ლამას. ისინი გვეუბნებიან, რომ რეალობა არის უფრო ღრმა, უფრო რთული, უფრო ურთიერთდაკავშირებული, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოგვედგინა. რომ დრო, სივრცე, მატერია, შეგნება, ყველა ეს რამ, რაც გვეჩვენება ისეთი განცალკევებული და ცხადი, სინამდვილეში არიან ასპექტები ერთი ფუნდამენტური რეალობის, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ სრულად ვერ ვხედავთ. გძნობთ თუ არა რაღაც, როდესაც აფიქრდებით ამას. რაღაც როგორც საშინელებას და სასიამოვნოს ერთდროულად. საშინელებას, რადგან ეს ანგრევს ყველა ჩვეულებრივ საკრდენს, ყველა ნაცნობ კატეგორიას. სასიამოვნოს, რადგან ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ნაწილი რაღაცის უზარმაზარი და ლამაზი, რაღაცისა, რაც აღემატება ჩვენს პატარა ცხოვრებას და პატარა წუხილებს. მოდით გავაკეთოთ ერთი საბოლოო რამ. მოდით შევხედოთ თავად ჩვენს თავს, არა როგორც ჩვენ ეხლა ვართ, არამედ როგორც ჩვენ შეიძლება ვიყოთ მომავალში. ან როგორც ვიყავით წარსულში, ან როგორც ვართ ყველა მომენტში, თუ ყველა მომენტი არსებობს მარადიულად. წარმოიდგინეთ, რომ არის 1000 წელიწადი აქედან. ადამიანობა. თუ ჩვენ შევძლეთ არ განადგურება ჩვენთვის, შეიძლება გავრცელდეს ვარსკვლავებზე. ჩვენ შეიძლება ვიყოთ მილიონობით, მილიარდობით. ჩვენ შეიძლება გქონდეს ტექნოლოგია, რომელიც დღეს ჩანს როგორც მაგია. ჩვენ შეიძლება გვესმოდეს ფიზიკა ისე ღრმად, რომ შეგვეძლოს მანიპულირება სივრცე-დროით თავად. და როდესაც ეს მომავლის ადამიანები შეხედავენ უკან ჩვენზე, ახლა 2026 წელს, რას იფიქრებენ ისინი? რას იფიქრებენ ისინი იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდით, როგორ ვფიქრობდით, რისი შიში გქონდა, რაზე ვიმედოვნებდით? შეიძლება ისინი შეხედავენ ჩვენზე იმავე გზით, როგორც ჩვენ უყურებთ ჩვენს წინაპრებს 1000 წლის წინ. როგორც პრიმიტიულებს, შეზღუდულებს, ვერ მიხვდნენ ბუნდოვან წარმოდგენას იმისა, რაც რეალურად შესაძლებელია. ან შეიძლება ისინი შეხედავენ ჩვენზე თანაგრძნობით, გააზრებით, რომ ჩვენ ვაკეთებდით საუკეთესოს იმ ცოდნით, რაც გქონდა. მაგრამ ერთი რამ, რაც ისინი ნამდვილად იცოდნენ, არის ეს. ჩვენ, ადამიანები, 2026 წელში ვიყავით პირველი თაობა, რომელმაც რეალურად დაიწყო გაგება იმისა, რომ დრო არ არის ის, რასაც ჩვენ ვფიქრობდით. რომ რეალობა არ არის ის, რასაც ჩვენ ვფიქრობდით. რომ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, ჩვენს ბუნებრივ ინტუიციაში ყოფნის, ცვლილების, კავზალობის შესახებ იყო არა სრულიად მცდარი, არამედ არასრული, მოხეშილი, ადაპტაცია გარემოსთვის, რომელშიც ჩვენ ვევოლუციურდით. ჩვენ ვარსკვლავების შვილები არ ვევოლუციურდით იმისთვის, რომ გაგვეგო კვანტური მექანიკა. ჩვენ არ ვევოლუციურდით იმისთვის, რომ გაგვეგო ძიმისთვის, რომ გაგვეგო ბლოკის სამყარო. ჩვენ ვევოლუციურდით იმისთვის, რომ მოვძებნოთ საკვები, თავიდან ავიცილოთ მტაცებლები, გავამრავლოთ. ჩვენი ინტუიცია შეგნებასა და რეალობის შესახებ არის იარაღი გადარჩენისთვის, არა სარკე ჭეშმარიტებისთვის. მაგრამ ახლა, პირველად, ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ ჩვენი ბიოლოგიური შეზღუდვები. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მათემატიკა, ექსპერიმენტები, ინსტრუმენტები, რათა ვიხილოთ უფრო ღრმად, ვიდრე ჩვენი გრძნობები შეუძლიათ. და რა ვხედავთ ჩვენ, როდესაც ვხედავთ ღრმად? არის ლამაზი, შემაშფოთებელი, უცნაური და უკიდურესად გარდამქნელი. და ეს, მე ვფიქრობ, არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ მთელი ისტორიის შესახებ. არა კონკრეტული დეტალები იმისა, რომ ბარბურის თეორია სწორია, ან პენროუზის თეორია სწორია, ან მრავალსამყაროები რეალურია. ეს ყველაფერი შეიძლება აღმოჩნდეს მცდარი. მეცნიერება პროგრესირებს გამოცდებით, შესწორებით, დახვეწით, მაგრამ ის, რაც დარჩება, არის ეს. ჩვენ ახლა ვიცით დარწმუნებით, რომ რეალობა არ არის ის, რასაც ის ჩანს. რომ ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება, რაც არ უნდა რეალური იყოს ჩვენთვის, არის არასრული სურათი. რომ არსებობს უფრო ღრმა დონეები, უფრო ფუნდამენტური ჭეშმარიტებები, რომლებიც ელოდებიან აღმოჩენას. და ეს ცოდნა, ეს გახსნილობა საოცარი და უცნობისკენ, ეს არის ის, რაც ხვდის ადამიანად. არა ჩვენი ტექნოლოგია, არა ჩვენი ხელოვნება, არა კი ჩვენი მეცნიერება, არამედ ჩვენი მზადყოფნა დავსვათ კითხვები, რომლებსაც პასუხები არ გააჩნიათ. ჩვენი სურვილი შევხედოთ უფრო ღრმად, წავიდეთ უფრო შორს, გავიგოთ უფრო მეტი.
და ეხლა ამ მომენტში, როდესაც თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს, თქვენ ხართ ნაწილი ან დიდი თავგადასავლის. თქვენ ხართ შეგნება, რომელიც იკითხავს, ეძებს, იბრძვის გაგებისთვის. და თუ ყველაფერი, რაც ჩვენ განვიხილეთ, ჭეშმარიტია, მაშინ ეს მომენტი, ეს აქტი, კითხვის და ფიქრის არის მარადიული. ის არასდროს არ ქრება. ის ყოველთვის იქნება ნაწილი იმ უზარმაზარი კვანტური მდგომარეობის, რომელიც არის ყველაფერი, რაც არსებობს. თქვენ, რომელიც კითხულობთ ამას, ყოველთვის იკითხავთ ამას, მარადიულად, სამუდამოდ. არა დროის გაგებით, არამედ ტალღის ფუნქციის გაგებით. თქვენ არ არის ერთი მომენტი მიმდინარე ისტორიაში. თქვენ ხართ მარადიული სტრუქტურა, მარადიულ რეალობაში. და არის თუ არა ეს კომფორტი ან საშინელება, ეს ნუგეში ან წყევლა, დამოკიდებულია თქვენზე და იმაზე, თუ როგორ თქვენ ირჩევთ ხედვას. ასე რომ, სად გვამჩენს ეს ყველაფერი? სად ვართ ჩვენ ამ გრძელი მოგზაურობის ბოლოს კვანტურ რეალობაში, დროის ილუზიაში, შეგნების საიდუმლოში? ჩვენ დავიწყეთ მარტივი დაკვირვებით. თქვენ გრძნობთ, რომ დრო მიედინება. ეს არის ყველაზე ძირითადი, ყველაზე უდავო ფაქტი თქვენი გამოცდილებისა. მაგრამ შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს განცდა ვერ ეფუძნება ფიზიკის ფუნდამენტურ კანონებს. აინშტაინი გვიჩვენა, რომ დრო არ არის აბსოლუტური. კვანტური მექანიკა გვიჩვენა, რომ დრო არ არის ფუნდამენტური. ბარბური და როელი გვთავაზობენ, რომ დრო საერთოდ არ არსებობს, მხოლოდ მარადიული კოლექცია მომენტებისა, რომელთაგან თითოეული სრული თავის თავში. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ თუ დრო არ არსებობს, მაშინ შესაძლოა ბევრი სხვა რამაც, რასაც ჩვენ რეალურად ვთვლით, ასევე არ არსებობს გზით, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ. სივრცე შეიძლება იყოს ილუზია. გამოცალკევება შეიძლება იყოს ილუზია. შეიძლება ყველაფერი იყოს ნაწილი ერთი გიგანტური, ჩაძრული კვანტური მდგომარეობის და ის, რასაც ჩვენ რეალობას უწოდებთ, არის მხოლოდ ერთი პერსპექტივა ამ მთლიანობის. და თუ ეს სწორია, მაშინ ის კითხვები, რომლებსაც ფილოსოფოსები და თეოლოგები საუკუნეობების განმავლობაში სვამდნენ, კითხვები იდენტობის, უკვდავების, კავშირის შესახებ, იღებენ ახალ სახეს. თქვენ არ ხართ ცალკე არსება, რომელიც დაიბადა გარკვეულ დროს და მოკვდება გარკვეულ დროს. თქვენ ხართ ნიმუში ტალღის ფუნქციაში, ნიმუში, რომელიც არსებობს მარადიულად. ყველა მომენტი თქვენი ცხოვრების თანაბრად რეალურია, ყველა მათგანი ყოველთვის იქნება. თქვენ არ ხართ ყოლათქვევით სხვა ადამიანებს, ცხოველებს, ბუნებას. თქვენ ხართ ნაწილი იმავე კვანტურ მდგომარეობაში, იმავე ტალღის ფუნქციაში. საზღვრები თქვენსა და არა თქვენს შორის არის პრაქტიკული, არა ფუნდამენტური. თქვენი თვითობა არ არის ფიქსირებული რამ. ის არსებობს მრავალ ვერსიაში, მრავალ მომენტში, მრავალ ფილიალში რეალობის. და ყველა ეს ვერსია არის თქვენ, თანაბრად რეალური, თანაბრად მარადიული. მაგრამ თუ ეს ყველაფერი არის ჭეშმარიტი, თუ დრო არის ილუზია და ყველაფერი უკვე არსებობს მარადიულად, მაშინ რატომ იგრძნობა, რომ ცხოვრება მნიშვნელოვანია? რატომ იგრძნობა, რომ არჩევანები მნიშვნელოვანია? რატომ იგრძნობა, რომ რაღაც რეალურად ხდება? პასუხია, რადგან ყველა ეს განცდა რეალურია თქვენი პერსპექტივიდან. ონტოლოგია არ ცვლის ფენომენოლოგიას. ის თუ როგორ რეალობა არის ფუნდამენტურად, არ ცვლის იმას თუ როგორ ის გრძნობა თქვენთავის. დრო შეიძლება იყოს ილუზია, მაგრამ ილუზია თავად არის რეალური გამოცდილება. თქვენი არჩევანი შეიძლება იყოს ნაწილი მარადიული სტრუქტურის, მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ უნდა გააკეთოთ ის. თქვენი ცხოვრება შეიძლება იყოს ერთი ძაფი უსასრულო ქსოვილში, მაგრამ ის ჯერ კიდევ არის თქვენი ძაფი. და შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ცოდნა ამ უფრო დიდი სურათის, შესაძლოა გახადოს თქვენი ცხოვრება უფრო მდიდარი, არანაკლები. შეიძლება გაგება, რომ ყოველი მომენტი მარადიულია. შეგიძლიათ უფრო ფრთხილად აფხვრობთ მომენტს. შეიძლება გაგება, რომ ყველა ადამიანი არის ნაწილი იმავე კოსმოსური ქსოვილის, შეგიძლიათ უფრო თანაგრძნობა გრძნობთ მათ მიმართ. შეიძლება გაგება, რომ არაფერი რეალურად არ იკარგება, რადგან ყველაფერი არსებობს მარადიულად. შეგიძლიათ უფრო დიდი მშვიდობა იპოვოთ. ან იქნება არა. იქნება ეს ყველაფერი არის მხოლოდ სიტყვები, იდეები, აბსტრაქციები, რომლებიც არ ცვლიან არაფერს იმის შესახებ, თუ როგორ თქვენ რეალურად ცხოვრობთ და გრძნობთ. იქნება ერთადერთი რამ, რაც რეალურად მნიშვნელოვანია, არის პირდაპირი, უშუალო გამოცდილება თქვენი ცხოვრებისა და არა რაიმე თეორიები იმის შესახებ, რა ემყარება მას. მე არ ვიცი და ბედნიერი ვარ, რომ არ ვიცი. რადგან ეს ნიშნავს, რომ არსებობს ჯერ კიდევ საოცრებები აღმოსაჩენად, ჯერ კიდევ კითხვები დასასმელად, ჯერ კიდევ ზღვარება და კიდევ ზღვარები გადასალახად. და ეს ბოლოს და ბოლოს არის ის, რისთვისაც ადამიანები შექმნილნი ვართ. არა პასუხების მისაღებად, არამედ კითხვების დასასმელად. არა ჭეშმარიტების ცოდნის მისაღებად, არამედ მის ძიებისთვის. არა გასაგებად, არამედ საოცრებისთვის. ასე რომ, გაგრძელეთ საოცრება, გაგრძელეთ კითხვა, გაგრძელეთ ძიება.
რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ ეს აკეთებთ, სამყარო ხდება ცოტათი უფრო ცნობიერი საკუთარი თავის მიმართ და შეიძლება სწორედ ეს არის პუნქტი ყველაფრის. თქვენ არ ხართ პატარა. თქვენ ხართ სამყარო, რომელმაც გააღვიძა თავი თავის საკუთარი თავის დასანახად. და ეს, მე ვფიქრობ, არის ყველაზე ლამაზი ჭეშმარიტება ყველასგან. მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ უფრო კონკრეტულს. მოდით ვნახოთ, როგორ ფიზიკოსებმა რეალურად აღმოაჩინეს ყველა ეს უცნაური რამ. რადგან ეს არ არის მხოლოდ აბსტრაქტული მათემატიკა, ეს არის რეალური ექსპერიმენტები, რეალური მონაცემები, რეალური აღმოჩენები, რომლებმაც აიძულეს ჭკვიანი ადამიანები მიიღონ რაღაცები, რაც ჩანდა შეუძლებელი. ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტი კვანტურ ფიზიკაში არის ორმაგი ნაპრალის ექსპერიმენტი. პირველად ჩატარებული იქნა 1801 წელს ინგლისელი მეცნიერის ტომას იანგის მიერ სინათლისთვის. მაგრამ მისი ნამდვილი უცნაურობა გახდა ნათელი მხოლოდ მას შემდეგ, რაც კვანტური მექანიკა აღმოჩნდა 20 საუკუნის დასაწყისში. აი როგორ მუშაობს ის. წარმოიდგინეთ კედელი, ორი ვიწრო ნაპრალით. თქვენ აფხრობთ ფოტონებს, სინათლის ინდივიდუალურ ნაწილაკებს და ისვრით მათ ამ კედლისკენ ერთი დროის ერთი. ზოგიერთი მათგანი გადის მარცხენა ნაპრალს, ზოგიერთი გადის მარჯვენას და შემდეგ ისინი ხვდებიან ეკრანს მეორე მხარეს. რას ელოდებოდით თქვენ? თქვენ ელოდებოდით ორ ზოლს ეკრანზე ერთი თითოეული ნაპრალის უკან. მაგრამ ეს არ არის ის, რასაც თქვენ ხედავთ. ის, რასაც თქვენ ხედავთ, არის ინტერფერენციის ნიმუში, მრავალი ზოლი, რომელიც შეიძლება მხოლოდ წარმოიქმნას, თუ ფოტონები არ გადიან ერთ ნაპრალს ან მეორეს, არამედ გადიან ორივე ნაპრალს ერთდროულად და ახდენენ ინტერფერენციას თავიანთ თავებთან. მაგრამ როგორ შეიძლება ერთი ფოტონმა გაიაროს ორივე ნაპრალი? ერთადერთი გზა არის, თუ ფოტონი არ არის ნაწილაკი ერთ კონკრეტულ ადგილას. ის არის ტალღა, რომელიც გავრცელებულია სივრცეში, რომელიც გადის ორივე ნაპრალს და ახდენს ინტერფერენციას თავის თავთან. მაგრამ აქ იწყება ნამდვილად უცნაური ნაწილი. როდესაც თქვენ აკენებთ დეტექტორს ნაპრალებთან, რათა დაინახოთ, რომელ ნაპრალს გადის ფოტონი, ინტერფერენციის ნიმუში ქრება. უეცრად ფოტონი იწყებს ქცევას როგორც ნაწილაკს, გადის მხოლოდ ერთ ნაპრალს და თქვენ ხედავთ მხოლოდ ორ ზოლს. აქტი დაკვირვების, მხოლოდ აქტი გაზომვის, რომელ გზას ფოტონი გადის, სulis იმას, თუ რა ხდება. ფიზიკოსი ნილს ბორი დანიელი, რომელიც იყო კვანტური მექანიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თქვა ცნობილი ფრაზა: თუ კვანტური მექანიკა არ გაგაოცებთ, თქვენ არ გაიგეთ ის. ის გულისხმობდა სწორედ ამას. კვანტური რეალობა არ იქცევა როგორც რაიმე, რასაც ჩვენ ვიცნობთ ყოველდღიურ გამოცდილებაში. ის არ იქცევა როგორც ნაწილაკები, ის არ იქცევა როგორც ტალღები. ის იქცევა როგორც რაღაც სრულიად სხვა, რაღაც რისთვისაც ჩვენ გვინდა ახალი გაგება რეალობის. და ეს ექსპერიმენტი გამეორდა ათასობით, ჯერ სხვადასხვა ვარიაციით. 2012 წელს ავსტრიელმა ფიზიკოსებმა მარკუს არნტის ხელმძღვანელობით ვიენის უნივერსიტეტიდან ჩაატარეს ექსპერიმენტი მოლეკულებით, რომლებიც შეიცავდნენ 812-მდე ატომს. ისინი გამოიყენეს ფულერენის მოლეკულებს, დიდი ნახშირბადის სტრუქტურები. და კვლავ, ისინი ნახეს ინტერფერენციის ნიმუში. კვლავ, ეს გიგანტური მოლეკულები, რომლებიც შედგება ასობით ატომისგან, იქცეოდნენ როგორც ტალღები, გადიოდნენ ორივე ნაპრალს ერთდროულად, თავიანთ თავებთან ახდენდნენ ინტერფერენციას. სად არის საზღვარი? რამდენად დიდი ობიექტი შეიძლება იყოს კვანტურ სუპერპოზიციაში? არავინ არ იცის. პრინციპულად არ არსებობს საზღვარი. კვანტური მექანიკა ვრცელდება ყველაფერზე. მაგრამ რაც უფრო დიდია ობიექტი, მით უფრო სწრაფად ის კარგავს თავის კვანტურ თვისებებს დეკოჰერენციის გამო, ურთიერთქმედებით გარემოსთან. და ეს წამოჭრის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პარადოქსს ფიზიკაში. პარადოქსს, რომელიც დაეხმარა ათასობით ადამიანს გაიგოს, რამდენად უცნაურია კვანტური სამყარო. ერვინ შრედინგერმა, ავსტრიელმა ფიზიკოსმა, რომელმაც შექმნა კვანტური მექანიკის ფუნდამენტური განტოლება, 1935 წელს წარმოიდგინა აზროვნებითი ექსპერიმენტი, რომელიც ახლა ცნობილია როგორც შრედინგერის კატა. წარმოიდგინეთ კატა ყუთში. ყუთში ასევე არის რადიოაქტიური ატომი, გეიგერის მრიცხველი, მოწამვლის ფლაკონი და მექანიზმი, რომელიც ამტვრევს ფლაკონს თუ გეიგერის მრიცხველი დააფიქსირებს რადიაციას. რადიოაქტიური ატომი აქვს 50%-ის შანსი დაიშალოს 1 საათის განმავლობაში. თუ ის იშლება, ის გამოსცემს რადიაციას. მრიცხველი ამას აფიქსირებს, მექანიზმი ამტვრევს ფლაკონს და კატა კვდება. თუ ატომი არ იშლება, კატა რჩება ცოცხალი. ახლა კვანტური მექანიკის მიხედვით, სანამ თქვენ არ გახსნით ხუთს და არ შეხედავთ, ატომი არის სუპერპოზიციაში. ის არის ორივე დაშლილი და არადაშლილი ერთდროულად. მაგრამ თუ ატომი არის ორივე მდგომარეობაში, მაშინ მთელი სისტემა, მოწამვლის ფლაკონი, მექანიზმი, კატა თავად, ყველაფერი უნდა იყოს სუპერპოზიციაში. კატა უნდა იყოს ორივე ცოცხალი და მკვდარი ერთდროულად. მაგრამ ეს აბსურდულია. კატები არ არიან ორივე ცოცხალი და მკვდარი.
როდესაც თქვენ ხსნით ხუთს, თქვენ ხედავთ ან ცოცხალ კატას, ან გვდარს, არასდროს ორივეს. ასე რომ რა ხდება? როდის ზუსტად ტალღის ფუნქცია კოლაფსირდება? როდის ზუსტად კატა გადადის სუპერპოზიიდან კონკრეტულ მდგომარეობაში? შრედინგერი იყენებდა ამ პარადოქსს, რათა აეჩვენებინა, რომ კვანტური მექანიკა უნდა იყოს არასრული. ის ამბობდა, რომ უნდა არსებობდეს რაღაც, რასაც ჩვენ არ ვიცნობთ, რომელიც ხსნის, რატომ ჩვენ არასდროს ხედავთ კატებს სუპერპოზიციაში. მაგრამ ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს სხვა რამ. ისინი აღმოაჩინეს, რომ კატა არასდროს არ იქნება რეალურად სუპერპოზიციაში, რადგან იგი ძალიან დიდია და ძალიან კომპლექსურია. კატის ატომები ურთიერთქმედებენ ჰაერთან, სინათლესთან, სითბოსთან. ეს ურთიერთქმედება ქმნის დეკოჰერენციას თითქმის მყისიერად. კატა არასდროს მიაღწევს სუპერპოზიციას, რადგან გარემო უკვე აკეთებს გაზომვას, უკვე ცხადყოფს, რომელ მდგომარეობაშია ის. მაგრამ ეს უბრალოდ გადადის პრობლემას. ეხლა კითხვა არის, როდის დაკორგება კვანტური სუპერპოზიცია? არის თუ არა ზუსტი საზღვარი კვანტურ და კლასიკურ სამყაროებს შორის? ან არის ეს ნიღბი გადადგმა, სადაც რაც უფრო დიდი სისტემა, მით უდიდია სისტემა, მით უფრო სწრაფად ის კარგავს კვანტურ თვისებებს? 2018 წელს ფიზიკოსებმა ბაზელის უნივერსიტეტიდან შვეიცარიაში ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც ისინი შეინარჩუნეს სუპერპოზიცია ჩიპში, რომელიც შეიცავდა 10 მილიარდ ატომს. 10 მილიარდი ატომი ერთდროულად ორ მდგომარეობაში. ეს არის უდიდესი ობიექტი, რომელიც ოდესმე ყოფილა კვანტურ სუპერპოზიციაში. მაგრამ მათ შეეძლოთ შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე მიკროწამის განმავლობაში. შემდეგ დეკოჰერენცია ხდებოდა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ საზღვარი კვანტურ და კლასიკურ სამყაროებს შორის არ არის მკაფიო ხაზი. ეს არის ზონა გადასვლის, რეგიონი, სადაც ორივე დესკრიფცია არის ნაწილობრივ სწორი და ნაწილობრივ არასრული. და ამ ზონაში რეალობა ხდება ბუნდოვანი, გაურკვეველი, პარადოქსული. და მხოლოდ შეიძლება, ჩვენ თვითონ, ჩვენი შეგნება ვართ ამ ზონაში. შეიძლება ჩვენ ვართ არამთლიანად კვანტურნი და არამთლიანად კლასიკურნი, არამედ რაღაც შუა. და შეიძლება ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვექნება ასეთი უცნაური განცდა შეგნების, განცდა, რომელიც აერთიანებს კვანტური არაგანსაზრულობას და კლასიკური განსაზრულობას, გრულობას, კვანტური პოტენციალობას და კლასიკური აქტუალობას. ვიცი რას ფიქრობთ? ეს ჟღერს როგორც სპეკულაცია. და თქვენ მართალი ხართ, ეს არის სპეკულაცია. მაგრამ ეს არის სპეკულაცია, რომელიც მოდის პირდაპირ კვანტური ფიზიკის შედეგებიდან. და იქნება, მხოლოდ იქნება, ეს სპეკულაცია აღმოჩნდება სწორი. მაგრამ ეს ყველაფერი არის არა მხოლოდ თეორია და აზროვნებითი ექსპერიმენტები. კვანტური მექანიკა გვაძლევს რეალურ, პრაქტიკულ ტექნოლოგიებს, რომლებიც იყენებენ სწორედ ამ უცნაურ თვისებებს. კვანტური კომპიუტერები, რომლებიც ახლა აშენებულია კომპანიების მიერ, როგორიცაა IBM, Google და IQE, იყენებენ სუპერპოზიციას და ჩადრომას გამოთვლების ჩასატარებლად, რაც შეუძლებელი იქნებოდა კლასიკურ კომპიუტერებზე. 2009-დან წელს Google-ის ინჟინრებმა გამოაცხადეს, რომ მათ მიაღწიეს კვანტურ უზენაესობას, შექმნეს კვანტური კომპიუტერი, რომელმაც გადაჭრა პრობლემა 200 წამში, რაც უძლიერეს სუპერკომპიუტერს დასჭირდებოდა 10,000 წელი. კვანტური კრიპტოგრაფია იყენებს ჩაძრულ ფოტონებს შესაქმნელად აბსოლუტურად დაცულ კომუნიკაციას. ჩინეთმა 2016 წელს გაუშვა სატელიტი სახელად მოძიუსი, რომელიც გადასცემს კვანტურად დაშიფრულ კავშირებს ბეიჯინგსა და ვიენას შორის. ეს არის კავშირი, რომელსაც შეუძლებელია მოსმენა, რადგან ნებისმიერი მცდელობა მოსმენის ანადგურებდა ჩაძრომას და გამოაჩენდა თავს. კვანტური სენსორები იყენებენ კვანტურ ეფექტებს გამოსაზომად ველები და ძალები უჩვეულო სიზუსტით. მეცნიერები იყენებენ მათ დასადეტექტად გრავიტაციულ ტალღებს, გამოსაძიებელად ტვინის აქტივობას, სადღაც კი დასაძებნელად მინერალებს მიწისქვეშ. და ყველაზე საოცარია, კვანტური ტელესკოპები აკეთებენ სინანულში მეტეორების ფოტოებს. კვანტურ სენსორებს არ აქვს კეთილგანსაზღვადი ელემენტები. მათ შეუძლიათ წყაროების დახმარებით საშუალოდ 9 ცვლადი განსხვავებით წარმოადგინონ. ამ შემთხვევაში კვანტური ტელესკოპები არ იქნება საკმარისი ელემენტარული სისტემა. უფრო მეტი უნდა იყოს და ეს მხოლოდ კვანტური რეზოლუციებით დასაწყისამდე არის გამოწვევა. ზესაოცარია, კვანტური ტელეპორტაცია. არა ის სახის ტელეპორტაცია, რაც ნაჩვენებია ფილმებში. თქვენ ვერ გააგზავნით მატერიას მყისიერად ერთი ადგილიდან მეორეზე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ კვანტური მდგომარეობა ერთი ნაწილაკიდან მეორეზე დისტანციაზე, კავშირის გარეშე. 2032 წელს ჩინელმა ფიზიკოსებმა ტელეპორტაცია მოახდინეს კვანტური მდგომარეობა 1400 კილომეტრის დისტანციაზე კუნძულებს შორის. ყველა ეს ტექნოლოგია მუშაობს. ისინი არ არის მეცნიერული ფანტასტიკა. ისინი არის რეალური, სამუშაო მოწყობილობები, რომლებიც აშენებულია პრინციპებზე, რომლებიც 10 წლის წინ ჩანდა სრულიად უცნაური და შეუძლებელი. და თუ ეს ტექნოლოგიები მუშაობს, თუ ისინი სარგებლობენ კვანტური მექანიკის უცნაურობით, მაშინ ეს უცნაურობა უნდა იყოს რეალური.
სუპერპოზიცია უნდა იყოს რეალური, ჩაძრომა უნდა იყოს რეალური. და თუ ისინი რეალურია, თუ რეალობა რეალურად მუშაობს ამ უცნაურ გზებით ფუნდამენტურ დონეზე, მაშინ ყველა ის შედეგი, რაზეც ჩვენ საუბრობდით, შედეგები დროისთვის, შეგნებისთვის, იდენტობისთვის, ისინი არ არის მხოლოდ აბსტრაქტული ფილოსოფია. ისინი შეიძლება იყოს რეალური აღწერა იმისა, თუ როგორ სამყარო რეალურად მუშაობს. ახლა გძნობთ თუ არა სიმძიმეს. ახლა გრძნობთ თუ არა რამდენად ღრმად ეს ყველაფერი მიდის. ჩვენ არ საუბრობთ უბრალოდ თეორიებზე, ჩვენ საუბრობთ აღმოჩენებზე, რომლებიც რეალურად ცვლის ტექნოლოგიას, რომლებიც რეალურად იყენება ბიზნესებით და მთავრობებით, რომლებიც რეალურად მუშაობს. და თუ კვანტური მექანიკა მუშაობს, მაშინ დრო რეალურად შეიძლება არ არსებობდეს. მაგრამ არ არიან თუ არა რაიმე კულტურები, რომლებმაც ამის შესახებ იცოდნენ ფიზიკამდე. არ არიან თუ არა ფილოსოფიური ტრადიციები, რომლებმაც მიაღწიეს მსგავს დასვნებს განსხვავებული გზებით. პასუხია დიახ, და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი რამ. აღმოსავლური ფილოსოფია, განსაკუთრებით ბუდიზმი და ინდუიზმი, საუბრობდნენ დროის ილუზიურ ბუნებაზე ათასობით წლების განმავლობაში. ბუდისტური ფილოსოფიის ერთ-ერთი ცენტრალური იდეა არის ანიცა, არაფერის მუდმივობა. ყველაფერი იცვლება, არაფერი არ რჩება ერთნაირად. მაგრამ უფრო ღრმა დონეზე ბუდიზმი ასწავლის, რომ თვითონ დრო არის კონცეპტუალური კონსტრუქცია. წარსული არსებობს მხოლოდ როგორც მოგონება, მომავალი არსებობს მხოლოდ როგორც ანტიციპაცია. მხოლოდ აწმყო არის რეალური. მაგრამ როდესაც თქვენ ცდილობთ დააჭიროთ აწმყო, იგი გაქრება. არ არსებობს ხანგრძლივობა, რომელსაც შეიძლება უწოდოთ ახლა. არსებობს მხოლოდ უწყვეტი ნაკადი მომენტების, რომელთაგან თითოეული არის და შემდეგ წასული. მაგრამ ზოგიერთი ბუდისტური სკოლა, განსაკუთრებით ის, რომელიც ცნობილია როგორც მადიამაკა, წავიდა კიდევ უფრო შორს. ისინი ასწავლიდნენ, რომ თვითონ არსებობა არის ცარიელი. სუნიადა, ცარიელობა არის იდეა იმისა, რომ არც ერთ რამეს არ აქვს თანდაყოლილი დამოუკიდებელი არსებობა. ყველაფერი არსებობს მხოლოდ ურთიერთობებში, ურთიერთდამოკიდებულებაში. არაფერი არ არსებობს თავისთავად. ეს არ ჟღერს გაცნობილად. ეს არ ჟღერს მსგავსად კვანტური ჩაძრომის იდეის იმისა, რომ ნაწილაკები არ არსებობენ როგორც ცალკე ობიექტები, არამედ მხოლოდ როგორც ნაწილები დიდი ურთიერთკავშირიანი სისტემებისა. ან აიღეთ ინდუისტური კონცეფცია მაიას. მაია არის ილუზია, არა იმიტომ, რომ სამყარო არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ხედავთ მას არასწორად. ჩვენ ხედავთ მრავალფეროვნებას, სადაც არსებობს ერთობა. ჩვენ ხედავთ განცალკევებას, სადაც არსებობს კავშირი. ჩვენ ხედავთ ცვლილებას, სადაც არსებობს მარადიულობა. უპანიშადები, უძველესი ინდური ტექსტები. დაწერილნი 2500 წლის წინ, საუბრობენ ბრაჰმანზე, საბოლოო რეალობაზე, რომელიც არის ერთი, უცვლელი, მარადიული. და ისინი საუბრობენ ატმანზე, ინდივიდუალურ სულზე, რომელიც სინამდვილეში არ არის ცალკე ბრაჰმანიდან. თქვენი ჭეშმარიტი თვითობა არის იდენტური საბოლოო რეალობასთან. თქვენ არ ხართ განცალკევებული ნაწილაკი სამყაროში. თქვენ ხართ სამყარო. და ამ იდეების ყველაზე პოეტური გამოხატვა მოდის ბჰაგავად გიტადან, ტექსტი, რომელიც დაწერილია დაახლოებით 2000 წლის წინ. იქ ღმერთი კრიშნა ასწავლის ომში გმირს არჯუნას და ის ამბობს: თქვენ არასდროს არ დაიბადეთ და არასდროს არ მოკვდებით. თქვენ არ იყავით, თქვენ არ იქნებით, თქვენ არ იცვლებით, თქვენ არ იშლებით, თქვენ არ იშლებით. თქვენ ხართ დაუბადებელი, მარადიული, უცვლელი, ძველთაგანი ძველი. ეს არ არის სცენარი იმისა, რაც ბარბური და როველი გვეუბნებიან, რომ ჩვენი მთელი ცხოვრება ყველა მომენტი არსებობს მარადიულად, რომ არაფერი რეალურად არ იბადება ან კვდება, რადგან ყველაფერი უბრალოდ არის, გარეშე დასაწყისის ან დასასრულის. ეხლა, ნუ გესმით თუ არა, მე არ ვამბობ, რომ აღმოსავლური ფილოსოფოსები აღმოაჩინეს კვანტური მექანიკა 2000 წლის წინ. ისინი არ აკეთებდნენ ექსპერიმენტებს, ისინი არ აშენებდნენ მათემატიკურ მოდელებს, მაგრამ ის, რასაც ისინი აკეთებდნენ, იყო შესწავლა თავიანთი საკუთარი შეგნება ძალიან ღრმად, ძალიან ფრთხილად. და იქ, შეგნების სიღრმეში, ისინი იპოვეს რაღაც, რაც ემთხვეოდა იმას, რასაც ფიზიკოსები ახლა პოულობენ რეალობის სტრუქტურაში. და ეს გვეკითხება: შეიძლება თუ არა შეგნება და რეალობა იყვნენ უფრო ღრმად დაკავშირებულნი, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით? შეიძლება თუ არა, როდესაც თქვენ სწავლობთ ღრმად თქვენ საკუთარ გონებას, თქვენ რეალურად სწავლობთ რაღაცას იმის შესახებ, თუ როგორ სამყარო აგებულია. და შეიძლება თუ არა, რომ ის, რასაც ჩვენ დასავლურ ფილოსოფიაში უწოდებთ დროს, რასაც აღმოსავლურ ფილოსოფიაში უწოდებენ მაიას ან სამსარას, ორივე მათგანი არიან აღწერა იმავე ფუნდამენტური ილუზიისა, ილუზია გამოყვანილი იმ გზით, როგორითაც ჩვენი გონება ორგანიზებას უკეთებს გამოცდილებას. მე არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, ხის დაფიქრება. მოდით ეხლა დავასრულოთ ეს გზა იქ, სადაც დავიწყეთ.
ავიწყეთ. თქვენთან, თქვენს ცხოვრებასთან, იმ კონკრეტულ უშუალო გამოცდილებასთან, რომელსაც თქვენ გაქვთ ყოველ მომენტში. ეხლა ამ მომენტში თქვენ კითხულობთ ამ სიტყვებს. თქვენ იჯდომხართ თქვენს ხეოში. თქვენ გრძნობთ სქელსა და თხელს. შეიძლება თქვენ გრძნობთ დაღლილობას ან ენერგიას. შეიძლება აქვთ აზრები, რომლებიც მოგზაურობენ თქვენს გონებაში. შეიძლება აქვთ გრძნობები, ამოციები, განცდები. ეს ყველაფერი რეალურია. ყველაზე რეალური რამ, რაც თქვენ გაქვთ. და არაფერი, რაც ჩვენ განვიხილეთ, არ ცვლის ამას. არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს ფიზიკა რეალობის ფუნდამენტურ სტრუქტურაზე, თქვენი გამოცდილება რჩება რეალური თქვენთვის. მაგრამ იქნება ის, რასაც ჩვენ განვიხილეთ, შეცვლის თქვენს პერსპექტივას. შეცვლის იმას, თუ როგორ თქვენ უპყრობთ თქვენს გამოცდილებას, როგორ თქვენ ურთიერთობთ სხვებთან, როგორ თქვენ ებხრობით თქვენს მომენტებს. თუ თქვენ იცით, რომ ეს მომენტი არის მარადიული, შეიძლება თქვენ უფრო ფრთხილად აპყრობთ მას. თუ თქვენ იცით, რომ გამოცალკევება არის ილუზია, შეიძლება თქვენ უფრო დაკავშირებულად იგრძნობთ თავს ყველასთან. თუ თქვენ იცით, რომ არაფერი რეალურად არ იკარგება, შეიძლება თქვენ ნაკლები ეშინოდეთ დროის გავლის. ან იქნება არა. შეიძლება ეს ყველაფერი რჩება აბსტრაქციად, ინტელექტუალურ სათამაშოდ, რომელიც არ ეხება თქვენს რეალურ ცხოვრებას. და ეს ასევე კარგია, რადგან პუნქტი არ არის დააკარგოს თავი თეორიებში. პუნქტი არის იცხოვროს. იცხოვროს მთლიანად, ავთენტურად. და იქნება, მხოლოდ იქნება, დიდი მედიტირება დროზე, შეგნებაზე, რეალობაზე, უბრალოდ ეხმარება თქვენ ცხოვრებაში უფრო მთლიანად. უბრალოდ ეხმარება თქვენი ხილოთ საოცრება, რომელიც ყოველთვის იყო აქ, ყოველ მომენტში, ყოველ შესუნთქვაში, ყოველ გულისცემაში. თქვენ ხართ სამყარო, რომელმაც გააღვიძა თავი თავის დასანახად. ამ მომენტში, ეხლა, თქვენი შეგნება არის მწვერვალი 11 მილიარდ წელზე მეტი ევოლუციის. ატომებიდან, რომლებიც დაიბადნენ ვარსკვლავებში, მოლეკულებამდე, რომლებმაც სწავლეს გამრავლება, უჯრედებამდე, რომლებმაც სწავლეს თანამშრომლობა, ორგანიზმებამდე, რომლებმაც სწავლეს ფიქრი, თქვენ ხართ ამ გამოუთქმელად ლამაზი პროცესის პირდაპირი გაგრძელება. და რა შეეხება იმას, რომ დრო შეიძლება არ არსებობდეს, რა შეეხება იმას, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს მარადიული სტრუქტურა, არა ნაკადი. აქედან შემიძლია მხოლოდ დასკვნა. ეს ხდის ყოველ მომენტს უფრო მნიშვნელოვანს, არა ნაკლად. თუ ეს მომენტი რეალურად მარადიულია, მაშინ რას თქვენ აკეთებთ ამ მომენტში? რას თქვენ ფიქრობთ? რას თქვენ გრძნობთ? ეს ყველაფერი იქნება ნაწილი სამყაროს სამუდამოდ. არ არის ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და ასევე უდიდესი დიდება. თქვენ არ ხართ დროებითი ფენომენი, თქვენ ხართ მარადიული სტრუქტურა. ეს, რასაც თქვენ ამ მომენტში არჩევთ, თქვენ იქნებით სამუდამოდ. ასე რომ აირჩიეთ კარგად, აირჩიეთ სიბრძნით, აირჩიეთ სიყვარულით. რადგან თქვენი არჩევანი, თქვენი ეს კონკრეტული მომენტი ცნობიერების იქნება ნაწილი რეალობის სამუდამოდ, გადაწერილი ტალღის ფუნქციაში, რომელიც არის ყველაფერი, რაც არსებობს. და ეს, დაბოლოს, არის ყველაზე ლამაზი და ყველაზე საშინელი ჭეშმარიტება ყველასგან. თქვენ ხართ მარადიული და ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, მარადიულია თქვენთან ერთად.